ვიღაცა და რო ხკიე და მოუტრიალ და სიბნელია. 10 კაცი უყურებდი და ვეღარ უყურეთ სამს. აბა ბიჭო. ტელევიზორი გავტეხე და ვიმეორებ. იმდენად მენატრებოდა რომ გამიფუჭდა ხასიათი, დეპრესიამდე მივედი. ალალი ბიძა გარდაიცვალა. მოურჩა თუ არა და დაკრძალვა. იმ დღეს წამოვედი და მქონდა რეპორტაჟი. რამდენი წლის ხარ ხმოვანი შეტყობინებით? 31-ის მეთქი. უი რა კარგია, ესე იგი კიდე დიდხანს იქნები და არ დაბერდები. ისე გამიხარდა. იცი როგორ დამბურძგლა? ბონჯორნო უთხრა ჯიჯიმ, თავარ არბიზს და ვიწყებთ პირდაპირ რეპორტაჟს. აი, ოპა, ეგ არის. იცი რა, ხელს მიშლი ეგეთი საუბრით. მაგას არ მოკადრებდა. სანზონის დასაწყისია გურამიშვილის გამზირი 15A, ჩემი უბანი ძველი. მან დიხო მანიაკობა. პატარა ნეაპოლი თბილისში. ჩვენი გადია და მშობლო ყოფილი შევიღოთ და შემოვიდა დიმან. იქიდან. საქართველოს ნაკრების თამაში ცხოვრებაში არ წამოყვანია და რა არის ცხოვრებაში თავარი? Common Ray podcast. მეფესავით პოდკასტი. მოგესალმებით, ვიწყებთ მეფესავით პოდკასტის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ჩვენი ეპიზოდის სტუმარია მსახიობი, სპორტული კომენტატორი, სპორტული ტელეწამყვანი, რამე არ გამოურჩეს. მოცეკვავე? მოცეკვავე, ბოლოს და ბოლოს. კარგი. გამოვიწყდა ცეკვავას კლუბში. მაგაზოს უხუმრობ ეგ ჩემი ცხოვრების შავი ფურცელია თქო რა. სადაც არ არის შენი ადგილი, იქ არ უნდა იყო. ეგ არის დასტური, მაგრამ 4-ში ვიყავიო. ეხლა მაგაზი ცოტა გვიამბინოდა. კი, არა, არ ვილაპარაკოთ ისე, კი. არა. ნუ ჩვენი ახლო მეგობარი და ძმაკაცი ნოდარ სიმსი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დახვედრისთვის, შესავლისთვის და მეც ჩემებურად ვიტყვი რომ Common Ray podcast. მეფესავით პოდკასტი. აინც თან ბასკიზის აქ და ბასკურად რო გავიცანი ისე. პირველად რო გამოჩნდა ტელევიზიაში და ძალიან კარგ რაღაცებს აკეთებდია ის ჩანახატები და სტადიონზე მისვლა კარი გაუღება ბასკის და ერთ-ერთი ყველაზე მეტად ის ქოჩორასი მაგაზე გვილაპარაკია ქოჩორასთან სტუმრობა სახლში დავამახსოვრდა მან გავიგე ყველაფერი. დაჩი ცნობილადესთან. ქოჩორა უკაცრავად ის რა ქვია. ბიჭო როგორ ავირია. ქოჩორა არა რა კაცო ქოჩორა კარგად იყოს. ჩიორა თმის გამოვავირი ხნახე რა ქოცნობიერად ჩიორასთან და იქ ხელნაკეთები რო განახა მას ვაკეთები ძალიან სხვანაირად დავინახე მაშინ ჩიორა და ძალიან კარგი ბიჭია და მაქენა გავიგე ბასკი და მე ხა იქიდანვე უკვე ის ვიყავი რა ქვია შერყეული ამ ბასკებზე გაიგე და სპორტიანი ვიპოვეო ხო და მეთქი რაღაცა კავშირი აქვს რა სახელთან აბრანაირად და სპორტის სასახლეში შევედი იყო ჯერ რადიო ჯაკოშიც არ მუშაობდი ხო და რაღაცა ტურნირი იყო და იქ ვნახე შემოვიდა და მივედი გამარჯობა მეთქი რაღაცა მეთქი ბასკი რატო ბასკი ხარ თქო იმდენად მინდოდა რომ ვიღაცა ბასკი მენახა აქ მაშინ არ ვიცნობდი არც ესპანელებს ან ბასკი ხარ თუ და გაეცინა არა ბასკია რომ მაგრამ მე ისტორია კი აღარ მახსოვს იქ აღარ გითქვამს მოფერებით კი ხო და ნუ აი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი რა და მე რადიო ჯაკო და თავგადასავლებიც იყო რა და მოვედით აქამდე და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა არა ფლორენცია დაუვიწყარი იყო კი მოდივართ წლებია უკვე. კი და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის სენიორებო. როგორ გეკადრება პირიქით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. რა შევება როგორ ახლა? ბიჭო, როგორც ყოველთვის გიჟივით, როგორც ყოველთვის ემოციურად და ენერგიულად ვარ, იმიტომ რომ ჩვენ YouTube-ზეც, ეხლა YouTube-ზე ვარ და აქვე ვეტყვი ჯიგრებს რომ გამოიწერეთ სენიორებო და დაალაიქეთ ეპიზოდები, მარტო ეს კი არა, ყველა ეპიზოდი და გამოიწერეთ, იმიტომ რომ კარგ საქმეს აკეთებენ, მე ხომ ახსოვს საიდან დაიწყეთ და როგორ წვალობდით. წვალობდით იმიტომ რომ ბევრი ისი პრაგონები ქონდათ ჩაწერილი, რეპეტიციებს გადიოდით ერთ-ერთ რეპეტიციას. მეც დავესწარი და აქედან გამომდინარე ვიცი რა შრომის ფასად მოვიდნენ აქამდე რა და ამიტომ გამოიწერეთ და კარგად ვართ რა YouTube-ზე გამახსენდა. გვემატება გამომწერები ერთი კონტენტის კვალობაზე ჯიგრულად მივდივარ და მადლობა მაყურებელს 28,100 რაღაც გამომწერია. და არ უჩივით ბეც ნამდვილად. კარგად მივდივართ. ამ ყველაფერს კიდე დაემატა ჩემ ცხოვრებაში ის რომ რეპორტაჟებს დაუბრუნდი უკვე სექტემბრიდან დღემდე რეპორტაჟებზე ვარ სილკში. და ვიცოდი როგორ გენატრებოდა. არა, ძალიან იმდენად მენატრებოდა, რომ ვაღიარებ, რომ ხასიათში გადამივიდა, გამიფუჭდა ხასიათი.
დეპრესიამდე მივედი. ეხლა ვინც ახლოდან მიცნობს, ყველა იცის ეს არც თავის ქება, არც რაღაცა ვალამაზებ, იცის რას ნიშნავს ჩემთვის. ხო, ეს არის პროფესია, რომლის გამოც ძალიან ბევრი სხვა რაღაცეები დავთმე. მათ შორის თეატრალური ცხოვრება დავთმე, იმიტომ რომ მთელი გული და სული გადმოვიტანე აქ. და ახსე რომ აი კარგად ვარ რა, აქ ხრივ ძალიან კარგად ვარ, რომ აი ხასიათზე მოვედი და უკვე დაუბრუნდი თითქოს იმ რითმს, რითაც დავიწყე და როგორც დავიწყე რა. და მიხარია. მიუხედავად იმის, რომ ახალი გამოწვევაა ჩემთვის, ადრეც თქვენ ყავდათ ბიძინა ბარათაშვილი სენიორებოდა, აი ბიძინას აქვს საკომენტატორო სკოლა გახსნილი და კარგი ბავშვები, ბიჭები გავიცანი. და იქ ყავდი სტუმრად რა, მიყვანილი, მიწვეული და აი იქაც აღვნიშნე რა ეს ყველაფერი, რომ ახალი გამოწვევა აქ სილკში ის რომ დუეტში ეგ უნდა მეთქვა ორ კაცს უცხოა მაინც ჩემთვის ძალიან უცხო იყო და მაგრამ იმდენად მენატრებოდა რომ მეთქი ბოლოს თქვი რომ ბიჭო ნუ მიდი რა ხო არ შეგჭამენ ახლა მარტო გიყვარს გასაგებია ხო მაგრამ სულ ისე ვერ იქნება როგორც შენ გინდა და მეთქი უნდა მიხვიდე რა და მივედი საბოლოოდ მესი ამოვნა და სხვა შემთხვევაში აღარ გავჩერდებოდი ხა სექტემბრიდან მოყოლებული აგერ იანვარია და იქ ვარ და მუშაობ რო არ მომწონდეს და არ მიყვარდეს და რაღაცა უხერხულად გრძნობდე თავს მალევე შეიძლება ერთ თვეში მეთქვა უარი რომ არა მოდი დაველოდები თუ გამოჩნდება ოდესმე ერთ კაციანი რეპორტაჟი არა 4 წელი და ბათუმის დინამო იყო ერთადერთი და აქედან წარმატებებს უსურვებ ვინც განასხვავება დანაშაულებ კაცო უბრალოდ ბათუმის დინამო მეძახდა რომ ჩავდიოდი სვადრე რომ დაიწყო რეპორტაჟები ბათუმის დინამოს ევროთასებზე საკვალიფიკაციოების გამოსვლა დაიწყო გეგუჩაძის პერიოდში მეძახდნენ და მსიამოვნებდა და ერთადერთი გამონათება ეგ იყო ხოლმე რომ აი ველოდი როდის დამთავრდებოდა სეზონი და როდის დაიწყებოდა ზაფხულში აი საკვალიფიკაციო ეტაპები და მივსულიყავი იქ ეხლა თქვენ კარგად იცით ეს ყველაფერი და უბრალოდ მაყურებლისთვის საუბრობ, თორე ზუსტად იცით მე როგორ მიყვარს, იგივე როგორც მე ვიცი თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენ საქმეზე და როგორ გიყვართ სხვა შემთხვევაში ვერ იქნებოდით და ის გზა რაც გაიარეთ, აქ გადაცემა არ გექნებოდათ. ხო, მარტივი. ბიჭო, რა არის, იცი, აი იმდენად მთელი ბევრი რამ მიუძღვენი. აი მაგალითად, სულ მახსენდება ხოლმე ერთ-ერთი ეპიზოდი. კიდევ ვიმეორებ, ეს არ გეგონოთ, რომ ვიღაცას თქუას ვარიგებ და რაღაც თავს ვიწვევ. აი მაგალითად, იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ერთხელ მახსოვს, ჩემი ღვიძლი ალალი ბიძა გარდაიცვალა. ქუთაისში ვიყავი. დამდასრულდა ყველაფერი, დაკრძალვა და იმ დღეს, ну რა თქმა უნდა, იქ ახლა როგორც იციან ტრადიცია, არ გავჩერდი დარბაზში და მორჩა თუ არა და დაკრძალვა იმ დღეს წამოვედი და მქონდა რეპორტაჟი გმირი ვარ თქო არ ვამბობ რა აქედან გამოვდინე უბრალოდ ხას უსვავ კიდევ ერთხელ რომ ძალიან მიყვარს წამოვედი იქიდან ქუთაისიდან წამოვედი ღამე მქონდა რეპორტაჟი იქიდან წამოვედი და მივედი და დავჯექი და წავიყვანე თამაში რა თამაში იყო რა ხსოვს? მონტენეგრო ესპანეთის ნაკრები. ეხლა ეს ესპანეთს არ გადაუწონია, რა თქმა უნდა, ეხლა ალალი ბიძა დავკრძალე და ისეთი ტრაგედია იყო ჩემთვის. იქ ვერაფერი ვერ გადაწონის, რა სისულელია, მაგრამ ნუ მე ესე ვთვლიდი საჭირო და ასე ვთვლი დღემდე რომ მსგავს იმიტომ არ ვამბობ რომ ასე უნდა მოიქცეს ვინმე რა. მე როგორიც ვარ იმას ხსნი რა. ავდექი და წამოვედი დავჯექი რეპორტაჟზე. რატო ვამბობ, იცი რომ აი მე არ მესმის ხოლმე დამოკიდებულება. ხშირად მსმენია ვიღაცებს უთქვამთ რომ აი ამას არ გეზარება ამის წაყვანა, ამა თუ იმ გუნდის. ხო ეხლა ყოველთვის რეალი ბარსელონას ვერ წაიყვან და მადრიდულ დერბის და ასე შემდეგ. ბასკურ დერბის ახლა ჩემებსაც ვიტყვი. მაგრამ ბიჭო აი არ მეზარება რა და თუ გეზარება, მოდი რა უარი თქვი. ამ პროფესიაზე თქვი უარი, ყოველთვის ვერ იქნები შენ იმ სიმაღლეზე რომ ადგე და ყოველთვის მიყავდეს რეალი ბარსა, მიყავდეს მადრიდული დერბი. თუ მე თეატრალურში სტუდენტობის დროს ყოფილა სტუდენტებისგან შემოთავაზება და რო ვიცოდი რომ ის არ გამოვიდოდა, თავიდანვე უარი მithქვამს. რაღაცა რაც არ მოგწონს, უარი თქვი, როდესაც ხელს არ თმევ და თანხმდები რომ მოვდივარ თქვენთან თანამშრომლობ, კეთილი ინებე და ბოლომდე გაყევი მაშინ რა. მერე წუწუნი და მერე იმაზე ლაპარაკი რომ აი ამას რა წაიყვანს. აი ამ განწყობით მითხარი რა უნდა გააკეთო. აი მე მგონი არ ვწდები და
მაგიტომ მოვყევი ახლა ეგ ისტორიაც. აი ასე მოვდივარ, ასე ვაგრძელებ და საწვავი არ მითავდებ. ამ ენთუზიაზმით, ამ სიყვარულით, ენთუზიაზმი პირდაპირ გაგებით თუნდაც რა, ეხლა ყველა მიცის რომ კომენტატორობით საქართველოში უხეშად რო ვთქვათ რა, იმხელა თანხას ვერ გამოიმუშავებ, რომ შენ რაღაცა დასახო მიზნად საოცრებები. მე ასე მოვდივარ და ჯერჯერობით არ შემწდარვარ. როგორც კი რაღაცა ვიღაცის ლაპარაკი შემომიტევს, ვატარებ რა, მაქსიმალურად ვცდილობ გავერიდო და სხვაგან გავიდე. იმიტომ რომ ბევრისთვის მithქვამს, იცი რა, ხელს მიშლი ეგეთი საუბრით. შენ არ იცი ეს სფერო, მოდი იქით იყავი რა. იმიტომ რომ მე გამომივლია და ვიცი პირობითად კორტრიკი, ანდერლეხტის თამაში, გენკის თამაშიც ვთქვათ და ვიცი იმის ფასიც რა ქვია, რეალი, ატლეტიკო და ბარსელონა თუ ბაიერნი დორტმუნდი რა. ამის ფასი ვიცი, მე ეს იმიტომ გავაკეთე მაშინ, რომ ეს ენთუზიაზმი მქონდა და ეს მიდგომა მქონდა რა. და მე არ მესმის საერთოდ მე აუგად და როგორ მიდგომა საქმისადმი და რაღაცა დამაგვიან და ან ის არის რა ქვია, მალე წავალ, ან არ მინდა გადამიცვალე, ამას ვერ წავიყვან. არ გამოდის. ბევრი ჩემი ახლო მეგობარი და ძმაკაცი ნაწყენი ყოფილა ჩემზე და დღესაც არიან, რომ მე ქორწილებზეც მithქვამს უარი, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა და არ ვამბობ იმას, რომ რაღაც მე ვიცით რა, მისაბაძი ვარ და გმირი ვარ, აი ამას ხედავ რეები მაგაკეთებული. ამას არ ვამბობ. უბრალოდ მე ვყვები ჩემ თავზე, რომ ესეთი ვარ, ასე მოვდივარ და ასე გავაგრძელებ რა. ვერ გადავცვლი. კიდევ მეორე ვიმხელა გზა გამოვიარე, იმიტომ რომ იქ მივსულიყავი და წამეყვანა რეპორტაჟი რა. ეს იმიტომ კი არა რომ ვიღაცას მაგალითი მივეცე, ესე უნდა იქცეოდ. არა, მე როგორიც ვარ ეგ დავანახე რა. ეგრე ვიქნები ყოველთვის. თორე საქართველოს ჩემპიონატი მე როდესაც დავასრულე, თქვათ, მუშაობა სპორტულ არხზე, რო წამოვედი, ვერ გავძელი ამ საქმის გარშე და მაშინ ეროვნული ჩემპიონატის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშები მიმყავდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. იცი რატო? თავს არ მოვიტყვებ, ეხლა ყველა მიცის, რომ თქვა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი და სერია და ლა ლიგა განსხვავდება, ხო, ეს ვიცით რა, ახალი არ არის, მაგრამ სტადიონზე ვიყავი, ბევრი რამე გავიგე. სტადიონიდან მიმყავდა თამაშები. იქ ურთიერთობა, დამოკიდებულება გასახდელთან მდგარი ფეხბურთელები მწვრთნელთან, საჯების იქ რაღაცას გაიგებ. ელემენტარული. თან მე არ ვარ ეხლა იმასაკის და გამოცდილების, რომ თქვა როგორც ჩემი ძმა და მეგობარი დიმარო ხან უემბლიზე იყო, ხან ბერნაბეუზე და ხან იქ და ფინალები. მე სტადიონზე მინდოდა ამ ყველაფრის შეგრძნება მენახ. და ვიყავი და საოცარი იყო ისიც, რომ მართლა გამიხარდა რა, აი როგორ არ უნდა გაგიხარდეს. გარდაცვლილია უკვე, მაგრამ აი მართლა მე სიამოვნე და გვირგვინი იყო უტკინის კომენტარი ვნახე. მაშინ. და იქ ეწერა, რომ აი კოტე მახარაძეს ხო რა, ეხა თავისი მაგ არ დავიწყებ რაღაცა ვითომ მერიდება ამის თქვა. ეგრე იყო და გამიხარდა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კომენტატორი იყო უტკინი და ის რომ თან რა თამაშზე ქონდა ბიჭო, შუქურა სამტრედიას თამაში მიმყავდა. და საიდან მოხვდა იმ კაცის? ეგ ის იყო წამოიღებურთი თუ ლოკალ. არა, ის იყო რეინკარნაცია კრისტიანო რონალდუ იქ ბრაზილიელმა შეაგდო გვარი და ამავიწყდა იმაში იყო. კობულეთის შუქურაში თამაშობდა და ეგ იყო ჩემთვის გვირგვინი და იცი როგორი ბიძგი რომ ესე იგი რაღაცას თლად ისე არასწორად თურმე არ ვაკეთებ, რომ იქამდეც მივიდა და ესეთი შეფასება დაიმსახურა უტკინის. ბავშვურად მჭედლოზე. შეგენდაცვალე რა, კაი გამახსენე. კი. მილანი ემპული სან სიროზე, ქუსლით რო გაიტანა. ჩვენი ხატია სამშობლო. თავით გაიტანა. რო შეფრინდა. ეგ ბედნიერება არ მქონდა მეორე ქუსლი რაც. ეგ არ ქონდა დაგეგმილი. რა, ჩემი ხატიას არა რა, ბიჭო. ეს მოვიდა. ბიჭო, იცი რა, ეხა გეტყვი რა. კაი ისტორიას კი იცი როგორი შერეკილიც ვარ, მაგრამ რას ვამბობ, იცი, აი ეხლა იმდენი ყავს ტოპ 5 ჩემპიონატებში, ხო, ფეხბურთელები, რომ ასე თუ ისე ელი იგივე მიქაუტაძისგან, ყვარასგან უკვე იცი რომ შემგდები არის. მაშინ ტოპ ჩემპიონატში ტიპი არ ყავდა. ფეხბურთელი არ ყავდა და ჭედლოს იცი რამდენი ხანი დაუსდევდი რომ ემპოლისთან აიღე შენ კიდე აიღე ის გიждდებოდა. რა ხო გითხავ ხედავ ტრავირებულია დიმა გიждდებოდა. აი ეხლა იქნება მეთქი რა და უეჭველი შეაგდებს მე რატომღაც ჯორდა. ბიჭო არ ვიცი ეს რაღაცა
პათოსიც ცოტა იყო, იმიტომ რომ აი დამბურძგლა რა და ცოტა ცრემლიც წამომივიდა ჯიხურში, იმიტომ რომ მონატრებული ვიყავი ტოპ ჩემპიონატში ქართველის გოლს. თან სად სან-სიროზე იმ მილანის კარში და იმ დონარუმას კარში, რომელსაც იმ პერიოდში ლეგენდა ჯიჯი ბუფონი ამბობდა, რომ ჩემს მერე ეს უნდა იყოსო უკვე ისეთი ზურგი ქონდა, ასე ვთქვა და შევუგდო და აი ქართული იმით რომ შვედი ხატი, აი ეგრე კი ქართველებს შეგვიძლია, მან მერე გადავამეტე ის რომ ასე თამაშობენ ფეხბურთს საქართველოში მეთქი და მაშინ არ იყო ის მდგომარეობა ნაკრებში კი გახსოვთ რა, რომ ასე ვერ თამაშობდით როგორც ჭედლომ შეაგდო და არა ნუ მაგას წინასწარ ან როგორ ვერ დადგა, ვიცი აი თუნდაც ჩემი ერთ-ერთი პროფესიის თვალით რო შევხედოთ, აი მსახიობობის ხო იმპროვიზაციაც ხო, როდესაც შენ უკვე ორგანულად ზიხარ პერსონაჟში, იქ იმპროვიზაცია გოგვა თავისით მოდის. თუ ხარ ხელოვნური ყალბი და ვერ გრძნო ვერც მატჩის ჟანრს, არ ხარ ჩართული, ან მსახიობური კუთხით რო ვთქვათ, თამაშობ სპექტაკლზე არ ხარ ჩართული, გათიშული ხარ გონები და უბრალოდ შენ სიტყვებს ისვრი, რაც დაწერილი გაქვს პიესაში, ვთქვათ, ხო? არ იქნება იმპროვიზაცია. როდესაც ხარ ორგანული, რა თქმა უნდა თავისებურად მოდის. ეხლა ის როგორ უნდა დამეწერა, რომ ნეიმარმა მოატყუა ბუფონი და მაგას არ მოკადრებ კაცო. არა, შენზე არ ზოგადად ხალხს ვეუბნები, თორე შენ როიც მაგიტომ გითხარი, შენ კი იცი რა შერეკილიც ვარ მეთქი რა და მაგრამ თქვენ კაცო, ეხლა მაგრამ ზოგადად აი მაგას ვერ დაწერო, აი ნეიმარმა აბალახა მოატყუა იუვენტუსი, ეხლა რომ მითხრა, ჯერ ეგერთიც თამაშის დროს ნეიმარმა ჯერ სათხედავ რას ხედავ. თან იმ დროს იმდენი რაღაცეები მოდის. მაგიტომ ამბობ და ეხლა ხო მაბრალებენ ხოლმე ხან ბარსას ფანი ვარ თურმე, ხან რეალის და ყველას ვეუბნები რომ მე ბილბაოს ატლეტიკი ვარ და ეგეც რომ არ იყოს თლიანად ესპანური ფეხბურთის სექტანტი. არა, ეხლა შენი ემოციურობა თუ კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აგერ ვიწრო წრეში, ოჯახურ წრეში, მეგობრებში რა ქენი მაშინ ტელევიზორში. ხო და ვიღაცებს კიდე დადგმული ეგონა კი და თანამშრომლებს 10 კაცი უყურებდი და ვეღარ უყურეთ სამს. აბა ბიჭო. მე მახსოვს კარში ოდნავ შემოახი კარი და 1 საათი ნერვიულობდა ბოლთას სემ და მე ლეპტოპი თან მან რა იყო. გელფასიდან დამაკელითო და პრობლემა არ არის. და ისე მაგარი ჯიგრები იყვნენ იქ კომენტარები მაშინ ხდებოდა რა ლაივში რომ ის არის რომ კაიო ჩვენ ავაგროვებთო და ჩვენ მოგიტანდა რაღაცა მან შიშის ზარმა ის სადამკრა იცი აი დღენხმა გაის რომ მოვტრიალდი ბიჭო და ჩაბნერებულს ის ხელო ტელევიზორი ხო ანათებდა გენასო და რო ხკიე და მოვტრიალდი სიბნელია ვაიმე აუ ტელევიზორი აუ ტელევიზორი გავტეხე და ვიმეორებ აუ ისე მაშინ მე ხელმძღვანელობა მიგივე ჯაბას რო შევხვდი ძალიან ჯიგრულად. აი სხვათა შორის ხო დიდი ხანი არ მქონდა ურთიერთობა ესე ხელმძღვანელობასთან რა და აი ჯაბამ ეგრევე მითხრა ვიცი რაც ხარო რა და ამიტომ ეხლა ეგ რო შეგნებულად გაგეკეთებინაო რა თქმა უნდა სხვანაირი დამოკიდებულება მექნებოდა მაგრამ ვიცი რომ ეგეთი ხარო და გაიგო ზუსტად. და აი მაგას ვამბობ ის მიხვდა ხო და რა ვიცი ხო რა ვიცი რანაირად ბიჭო სულ ვამბობ ეხლა ალპაჩინოს დონის არტისტი არ ვარ და რამაშჩიკვაძე არ ვარ და ის არ ვარ რა ქვია ერნი გარსია და ელემენტარული რა თავი რო დაანებო ყველაფერს ეხლა ამდენი წელი არის ამ საქმეში ხარ რა მე მახსოვს 2015-16 წლიდან ხო დაახლოებით თუ უფრო ადრე არა კიდე 2013-დან პროექტი კომენტატორი და მაქედან ხო ამდენი ხანი ეხლა ხელოვნური დაიღლები რა აი ბოლოს და ბოლოს გამოგეცლება რა და აღარ იქნები და ეხლა ხო აი ეხლა გამახსენდა რომ ამბობდი იმაზე ემოციურობას და იმაზე სილქში რო ვიყავით ერთად ყიფოს გადაცემაზე. აუ, ფეხბურთის დრო. ფეხბურთის დროზე მან შენ მიდიოდი უკვე მე მოვედი რაც და ყიფო უთხრა ბიზნეს რო და წამყვანად კომენტატორად მაინც ისკენიოდა. მე რომ მოვედი შენ უკვე ის ქონდა საქართველოს ჩემპიონი. არა, ჩაწერილი ქონდა რაღაც თამაში ეს მაინც რა. აუ, ეგეთი ეგრად სუდი იყო ჩემთვის აი ცხოვრებაში მოყევი მოყევი. ბიზნესა მუთხრა რომ აუ ძალიან კაიაო, მომწონსო, ისეო პროსტო უნდა გააკონტროლოსო ერთიო და მეორეო რომ შეიძლება ბელგიის ჩემპიონატი მოგიწიოს, შეიძლება ჰოლანდიაო და იგივე ემოციით თუ წაიყვანო რა და ცოტა ეს დაყიფო გუშინო ლოკომოტივი ფოთის კოლხეთი მიყავდა ამ ემოციით და ბელგიას როგორ არ წაიყვანსო აუ ესე რა კაი რამე გაიხსენე ჯიგარი ხარ რა აი ეგ პერიოდი ეხლა იმ დღეს ბიზნესთან ერთად მოვყევი და კიდე რა დავაფასე იცი ბიზნეს შემთხვევაში რომ ზუსტად გაიგო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ეს სტუდენტები მეკითხებოდნენ ბიჭები რა რაღაცებს რომ აი როგორ დაიწყე რა დაიწყე და აი ეგ რაც ბასკიმ გაიხსენა ეგ პერიოდი მახსოვს
იყიფო კოტე ჩვენმა ძმა და მეგობარმა უთხრა რა რომ აი ერთი პატარა ბიჭიაო რა და უნდაო რა ესაკებო და რომ მივედი და რომ ჩავწერე ოღონდ ბიძინა მითხრა რა რომ რა ვქნაო და მე ახსნი რა რეაქცია მქონდა მე და ბიძინასთან ერთად რაც ვთქვი მე რა ბარათაშვილთან ერთად როგორც კომენტატორი საიმ იმაში სტუდენტებთან შეხვედრისას არ გვინდაო რა აქ ეგეთი ემოციაო და გავიგე იმიტომ რომ შევედი დავიწყე აი იქ თამაში დავიწყე მახსოვს პორტუგალიის ჩემპიონატის რაღაცა ჩანაწერი იყო არ მახსოვს ზუსტად რა რა მნიშვნელობა აქვს რაც უნდა ყოფილიყო სულ 10 გოლი გასულიყო მანდ ვიგრძენი ოღონდ ეხლა ეცადეო რომ ეს ყველაფერიო მოთოკოო რა იმიტომ რომ ჩვენ ეს ჟანრი არ მოგწონსო თავი და გასაგებია კაცი ხო არ გატყობს გეუბნება რომ არ მოგწონს არ მოწონს არ არის მისაღები რომ შევედი და როგორც კი დავიწყე რომ საღამომშვიდობისა თქვენს წინაშია ესა და ეს სტადიონი რაღაცა ზუსტად 2 წუთში დავდე მიკროფონი რომ არ მე აი იქ ვითამაშე იმ 2 წუთში მივხვდი რომ მე არ ვიყავი და მივხვდი რომ ასე გაგრძელებას მე რჩივნა რომ დაავლოდებოდი აი რაღაცა თუ მოხდებოდა ჩემ ცხოვრებაში და იქ მეცადა ჩემი თავი და მოხდა კიდეც მადლობა ღმერთს ზოგიჭერი მარგებელია აი ზუსტად ჩემ იმ პერიოდს შეეფერება დავდე და მაპატიეთ დიდი მადლობა ნახვამდის და წამოვედი ფეხით ვიარე მაშინ აი ეს იქ იყვნენ 300 არაგველთან ხო თუ ხო იქ ძველი ოფისი იქიდან წამოვედი მაშინ საბურთალოს ქუჩაზე ვცხოვრობდი ფეხით მივედი რა სახლამდე აი მფიქრით რომ დაანებე თავი ნუ არ არის რა ეხა თან პატივს როცემ იცი ისტორია ამ ადამიანის ხო ბიძინა ბარათაშვილზე მაქვს საუბარი და გეუბნება რომ ეს არ არის მისაღები დაანებე თავი და წადი გაანებე საქმე და მეწყინა მეთქი იქ იყო ბიძინაც რო უთხარ ეგ მეთქი მაშინ მეწყინა მაგრამ ახლა ვხვდები თქო რამხელა საქმე გამიკეთა აი უნდა შეგეძლოს რა რაღაცების გადაფასება რო შევხედე მე რომ მაშინ დავესწვი ეთერში ემოციური არაფერი რო არიცი ჯერ მიმართულება რეპორტაჟის თვითონ ეს დრამატურგია როგორ უნდა განვითარდეს ინფორმაცია სად უნდა მიაწოდოს სათამაშის კითხვა საჭირო სად რა და როგორ ხო ეს არ ვიცოდი და იქნებოდა ქაოსი იქნებოდა ბავშვური ნერვიული რაღაცა შებოჭილი აი რო არის ის იქ მეორე რაღაცა სიტყვა და დავიბნეოდი და არაფერი არ გამოვიდოდა და მართლა ისე დავისტრესებოდი და გავიტრამვებოდი რომ დავანებებდი მთელი ცხოვრება თავს და აი მანდ მივხვდი და მანდ მაშინ კიდევ ერთხელ გადაუხადე მადლობა თქო რომ აი შეცდომისგან და იმ ჯურღმულში ჩაგდებისგან მიხსენი თქო იმიტომ რომ მართლა იმას მოყვებოდა დიდი ამბავი თან იმ კუთხით რომ ვინ არის რა უნდა რა არის ვერაფერს ვერ ვიზავ იქნებოდა მარტო ემოცია და მორჩა აი მაგიტომ გადაუხადე რაღაცების გადაფასება უნდა შეგვეძლოს რა მაგიტომ გადაუხადე მადლობა ამ პროფესიაში ამ კომენტატორობაში ჩემთვის რამდენიმე ეგეთი ადამიანი ვისაც მაინც თეატრი გამოვლილი ვარ და თეატრალურში სამსახიობო მაგდამთავრებული და რეჟისორის სტატუსი რომ მივანიჭე რა სწორი ხედვის ბიძინა შემთხვევა იყო სწორი და გადამარჩინა მაგამ ბავში მაშინ მეწყინა თქო კი უთხარი მაგრამ მადლობა თქო და ეხლა ვაფასებ მაგნაბიც დიმა რომელსაც აქვს დიმას აი გაძლევს თავისუფლებას ჩვენ რო გავხსენით მაშინ არხი კოტესთან ერთად ხო აი რო დავიწყეთ მაშინ აი სრულ თავისუფლებას გაძლევს და მე იუმორში გიტარებს აქ არ გეწყინება და არ შეიბოჭები ეგ ქონდა აი აქვს დიმას აი პედაგოგიურ რეჟისორული ხედვა და მარცვლები ამოცანების მოცემა ბიძინას და არიან კიდე რამდენიმე ისეთი ადამიანი ვისაც შეუძლია ეგ მარცვლები ზუსტად მოგცეს ლევანს და არიან რამდენიმე აი გამოცდილი რა ეხლა როგორც ამბობენ ხოლმე არავინ გამოგჭეს მაგრამ აი თავარი იმიტომ რომ ეხლა დავაფასე ბევრად მართლა მეწყინა რომ იმიტომ რომ ბიჭო დაანებე თავი მეთქი ამ ხელა კაცმა გითხრა რომ ეგრე არ გვინდა წყნარი საუბარი შენ არ მოგწონს ეხლა იმას არ ნიშნავს არც ეს ეხლაც არ ვარ ისე რომ აუტის დროს აუტი არ ვიძახი ესე რა მაგრამ რაღაცა მომენტი რო არ შემიძლია რა რომ აი გადავკეთდე და ვთქვა რომ ეს იყო ლევან ჭედლიძის ფიქრობ შესანიშნავი გოლი და მიჯრით ამ სეზონში ვერ ვიტყვი მოვიტყუები რა და აი მაგის თამაში არ მინდა ან ხარ ეგეთი
უნდა იყო ბიძინა ბარათაშვილის ნაირი მთხრობელი, თუ ემოცია არ გაქვს კაცს, ეგეთი რო კარგი, ესე როგორც თქვათ სპექტაკლები მინახავს კოტე მახარაძის ერთი მსახიობის თეატრში მოგნუსხავდა რო იჯექი, ნიშნულობა არ ქონდა რა თემაზე იყო ლაპარაკი და პირს დააღებდი და ესე გაშეშებული უყურებდი და ან ეგეთი მთხრობელი უნდა იყო. ან უნდა იყოს რაც ხარ ის ემოციური. თუ არ გაქვს ემოცია, ძალით ხელოვნურ კივილს, რომ თითქოს ეს კარგია, ხელოვნური, არაფერი კარგი არ არის, ახალს არაფერს არ ვამბობ. ასე რომ ესეა ეს ამბავი. დიმას გარდა ვინ არის გოუთი შენთვის? ანუ მოდი 21 საუკუნეში გითხარე. და ჩემთვის 21 საუკუნეში ხა უპირობო დიმას საუკეთესო არის. დიმას გარდა იმიტომ გაკითხები რომ უეჭველად იცი. ხო, იმიტომ რომ სულ ვამბობ მაგას, რომ რა ხიბლი და რა როგორი საინტერესო ტიპია მატუკი გაქებ. როგორი საინტერესოა, რომ შეცდომების მიუხედავად, რომელიც ეს ყველას ახსოვს და მოვდიოდით, ესე შეაყვარო თავი, რით ჩემპიონთა ლიგა შემოდის, მე რა რომ მაშინ სოციალური ქსელი არ იყო. ჩემპიონთა ლიგა მოდის, ახალი გამოწვევა, ახალგაზრდა ბიჭი იწყებს და შენი ხმით, შენი შეცდომებით, კი ბატონო, ყველაფრით შეაყვარო თავი და ქუჩაში რო ხვდებიან, გეუბნებიან რომ აი შენ ხმაზე ვარ გაზრდილი, ამას დიდი გამარჯვება, რა ყველაზე დიდი ორდენი თუ რამე შეიძლება ამ პროფესიაში ადამიანმა მიიღოს, ის არის რომ გეუბნებიან აი ეგ ხარ რა, აი შენი ხმა, აი შენ ხმაზე გავიზარდე და მარტო აი იმპროვიზირებული დაწყება დიმას, აი სულ ბევრგან მაქვს მოყოლილი რომ დაინახა გვირაბში ბუფონი, ეგ ჩემთვის აი ისეთი კარგი მარცვალია რომ ახსნა დიმას ნატურა. აი ბონჯორნო უთხრა ჯიჯიმ, თავარ არბიზა ვიწყებთ პირდაპირ რეპორტაჟ, აი ოპა, ეგ არის. მე არც იმათ ვერჩი, ვინც სხვანაირად იწყებს კაცო გასაგები. ბიძინა ბარათაშვილი. ნუ რა ვიცი ხა რა თემაზე და რა რომელ ეპოქაზე არ უნდა კითხო ყველაფერზე არა კი უყურე და კი იცის ახლა ძალიან მიყვარს და ერთ პაროდია გაგვიკეთე არც ეგენი პანაცია მე აი ნახე ბიძინას დაკვირვებული ვარ რა ხა მეხმარება ხოლმე ჩემი პროფესიაში იცი რომ აი ადამიანი სულ რო არ იყოს მანერული, არ იყოს რაღაცა დამახასიათებელი, ყველას უპოვი. დიმას ხო ვატყობ როდის მატყუებს. არა, აი როგორც კი აწვრილებს, იტყუება, ხო ლაპარაკობს ესე რომ არა, ეხა ხვალ მოვა ის პირველ საათზე და ამას და თუ ეტყვი რომ დიმა რაღაცა არა მიხვალ ჩვეულებრივ, ამას რო იწყებს იტყუება. გატყუებს რა, კეთილი ტყუილი. და აი ბიძინა ბარათაშვილზე ვარ დაკვირვებული, ერთხელ სუფრაზე მოვხდით. და ბიჭო უკვე პურმარილი მიდის რა. აი მიდის უკვე ფინალისკენ უნდა გავიდეს და რა ბიძინა მიიღო ღვინო, შეზარხოშებულია და როგორ არის წასვლა რო გინდა რა. და ერთ-ერთი თამადა მიდის სულ ბიძინასთან მიდის საქართველო აი ის და ეხლა მე უყურებ უკვე ამის ის დაახლოებით ვიცი ამის შეფასება რა და ეს სად მივხვდი იცი რომ აღარ უსმენ და აი დაკვირვებული ესე ხო აი ესე იჭდა შუშის თვალებით თქო იქით იყურებოდა მარტო ამას აკეთებდა გაიგე და მივხვდი რომ უკვე ეჩქარებოდა წასვლა დეტალებია რომელსაც იმას იზავ ამუღამებ რომ აი ამ დროს რას ფიქრობს ეგ არის ჩემი პროფესია რა რომ დააკვირდე და აი იქ რომ მოვყევი ერთ-ერთ შოუშიც და ჩვენთანაც ხო შეხენა რა აი ეს გადასვლა ხო და აი ჯერ ამასაც რო იწყებს ჟესტიკულაცია ისეთი აი მაგი ბიძინას ნათქვამი აი ლიაკარტუხა უკვე პელია რა რა ლაკარტუხა ხო და ლიორენტე ორიგინალში ესპანურში რა ცეგანი პანაცია მოდი ახლა ვნახოთ 5 ბოკას და 5 რიმეს გონი და ნაგებუნებთ ეგენია აროდი არ მოისმინა პირველად თქვენთან გააკეთე მაგის მანადეს ქონდა ბიძინას თვალზე გააკეთე არა ბიჭო ხო გეუბნები იუმორის გრძნობა ბიძინას როგორი აქვს კი იცით მაგრამ მერიდებოდა რა ეხა კარგი ურთიერთობა მაქვს მაგრამ ეხა როგორც მე და დიმა ვართ კი იცით ეხა მიკროფონში რა მათქმევინებს რა ხდება ხო როგორი ურთიერთობაც მე და ეთერში პრინციპში YouTube-ზე ხედავთ ხო ეხა ხო და
კი მაქვს ახლა ბიძინასთან კაი ურთიერთობა არ მიტყდებოდა წაგებული გაფიდი გათო ჩააბარეთ იმა მეუბნებოდა თამაში წავაგე და უნდა გამეკეთებინა და მან კიდე დავაფასე რომ ზუსტად მიიღო ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა და გამიხადა თან ბიჭო რა არის იცი რომ როცა ელოდებიან მე არ მიყვარს აი დაკვეთით შეკვეთით რომ მიდი ახლა გააკეთე ჩემ ბავშვობაში იყო მედი ახლა იმას მათემატიკის მასწავლებელს გასცინე მედი ახლა იმას ელოდები უკვე ფეიერვერკს რომ აბა მაცინე და რო ვერ გაცინო მე ვიძაბები ეს ჯობია რომ საუბარში მოვიდეს გაიგე უფრო კარგია და აი კოთ ბოტრიალ და მიყურებდა მიყურებდა და მეთქი აუ ეხლა რო ვერ გავაკეთე მოეწონა ძალიან მე ის აი მან რაც მოყევი ეგ ისტორია მიყვარს აი და აუ რომელი ლევანის რო უთხრა ის ეხლა ნახე YouTube-ზე ურა кайფი აუ ეგ რა მაგარია ეხლა ეს თან მან რა არის კაი იცი რომ როგორ უყვარს სიღრმეებში წასვლა იყო ეხლა დაინიშნა ერთ-ერთი წორთნელი თანის პაუზები ეს არის მთელი მელოდია დაინიშნა რომელიც მანამდე როსარიო კრუსასული პაჩუკა ვიცი ხო ეგ თან ლევანი რო წერს ეგ სხვათა შორის მაგარი ფეხბურთელია ბიჭო ხო კი მე რო იშორებდა ხო კი თან არ უნდა რომ შეწყვიტოს გაიგე და რა არის ხო მაგარი აი ხო ვიცი ეს შეწყვეტინება ძალიან გიყურებდი გადაცემამდე YouTube-ზე ნახე კადრებიო ეგ არის აი ტიროდი ეგ რო მე მაგიტომ არ მაზავ იმას რა ქვია ბურთი და მოედანს ეგ არის შედევრი ამაზე ხელი არ არის ამაზე არის ხელი და სულ ამბობ ხოლმე სხვათა შორის ეთერში ვეთანხმები ვიძინა ბარათაშვილს ხელზე ბურთი მოხდა დაიდოს პენალტი ეგ არის რა ლეგენდარული დიალოგი იყო კიდე დოღზე რა ეს კი არის ურამელაშვილი მაგრამ ჩვენი ჯობია ჩვენი გია ჯობი მოდი მაგაზე მაინც ნუვიდავ ასე მაგეთანხმ და მანდ არის კარგი დოღზე ერთი ისტორია ცხენი მოდის იწყება სანამ დაიწყება დოღი შესავალია რაღაც გაცნობით და ეს თავადები თუ მეფის ოჯახი და მთელი ამბები ეტლი მოდის ეს არის მოურავი ოღონდ ის მოურავი კი არა რაც გინახავს განახავს გამურული რო და ძალიან მაგარია და ნამდვილად კი ამიტომ ნამდვილად გოუთია რა ყველაზე ესეთი ეპოქალური მსახიობის ამ პიროვნების რამაშტიკვაძე პაროდია მეთქი ვინ არის გაგიკეთები ანუ კონკრეტულად იმ პიროვნების არა ბიჭო მე ხო ანუ ეს პაროდისტი ხარ რა ხო მაგრამ აქვს ნიჭი რა უდიდია და გიშდო გამოვიდე და რაღაც მოხდები და ბიჭო არ გამიკეთებია ხო იუმორნაზე სხვათვის მქონდა შემოთავაზება გიამ დამირეკა ბაღაშვილმა ოქროკაცმა დამირეკა და მითხრა გამოდიო მაგრამ ვერ გავბედე და მეთქი არა ვერ რა არ ვარ ეხლა მე რა სიჭინავა არ ვარო გავიდე და ამდენ აუდიტორიის წინაშე დავდგე და დავიწყო ეს ახლა დიმას ხო არ მოუყვები ეს ახლა შეიძლება იდეალური საერთოდ არ არის ხა იმათ სხვა ჟანრის ხალხი და არ ვარ ეგეთი რომ დაუჯდე და ახლა ვაკეთო პარო მსახიობთან არ გამიკეთებია სხვათა შორის არ მახსენდება ორყოფითი რეაქცია მიგიღია ვინმესგან პაროდიის დროს არა არ ყოფი აი ჩვენ ახლა ყავდა გიორგი ასათიანი ხარისხის არხის ხო და ვაპირებდი რა რაღაც ჯიგარი კაცია ძალიან აქედან მოკითხვა უბრალოდ არ მოწონს როგორც ვიცი რა საუბრიდან გამომდინარე ეხლა ხო დაურეკა ეთერში გაქვს ნანახი ხო და ბასებს აუწიო რომ უნდა ხო და მეც აი ეხლა ყავდა მერაბ გეგეჭკორი და იქ წამომწდა გიორგის პაროდია ვერ მოვითმინე რა იმიტომ რომ ეხა ის ართულია გვერდზე რო გიზის აუ და გინდა რა ეს კიდე აი გინდება რა ხო ხდები რა და არ მქონია არ უარყოფითი რეაქცია არავისგან აი მასწავლებლებიც კი სკოლაში ნიშანი მაგის გამო დაუწერიათ რომ მიდი კაცო რა თქინდა შენი მოყოლილი ლექსი გაგვეთი მიდი აბა ის როგორ აკეთებს და დაუწერიათ 4-იანი კაი გადასული ხარ თან ჩემი ბავშვობა 90-იანები მაგრამ ტკბილად მახსოვს აი დღეს ჩემ პროფესიაში თამამად შემიძლია თქვა რომ ჩემმა უბანმა აი დღეს რომ მე ამ საქმეს ვაკეთებ ითამაშა უდიდესი როლი ნეაპოლია ჩათვალე რა ეხლა აღარ მაშინ ჩემ ბავშვობაში რაც იყო აი ფანობით და დამოკიდებულებით ნახალოვკაში კინო საქართველოსთან ცოტა ზემოთ აი სანზონის დასაწყისია გურამიშვილის გამზირი 15 ჩემი უბანი ძველი მანდ იყო მანიაკობა
ავადმყოფობა და პატარა ნეაპოლი თბილისში. ახლა უკიდან ამდენი ფეხბურთელია წამოს. არა, კი ბატონო. ხო, მაგრამ აი კიდე სხვა და ითამაშა ძალიან დიდი როლი რაღაცა გემოვნება, შეხედულება, მსჯელობა. ეგრე უკვალოდ არჩაულია და მე არ მომწონს ზოგადად ის დამოკიდებულება, რომ ეს არა 90-იანები იყო. რატო გააჩნია რა ხალხში მოხდებოდი, როგორ საზოგადოებაში იქნებოდი და როგორ მოგიწევდა იმათან ერთად საუბარი და ვისთან მეგობრობდი. ეგ ზერელე დამოკიდებულება, რომ ის ბნელი 90-იანები იყო, ბნელ 90-იანებში მე ბევრი საინტერესო რამე ვისწავლე. იყო შანსი ამ მიმართულებით რო არ წასულიყავი რაიმე სხვა არა სფეროში ან სხვა გაგების ძალიან ბანალური არა ძალიან ბანალური ერთად მეკარე გამختارიყო ო მაგას დიმა გიждდება მაგაზე რა ბიჭო სირცხვილია ნუ იცი ლორიასთან ვთქვი რომ მე სხვათა შორის შეიძლება მორჩი ამას თავის იმაზე მეკარე უნდა ბიჭო არა მე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ან ფეხბურთზე ვერ დავდიოდი არ შეიძლებოდა რა დემეს ხო აუღებენ დემეს აუღე და გაგიჟდა დემეს აუღე იქ მაგარი ბურთები ავიღე გაჭრეთში მაგრამ რა იყო იცი აი ბანალური პასუხი მაქვს გოგვა მაგაზე რომ ბავშვობიდან მსახიობობა და კომენტატორობა რა ტყუპები ვარ ჰოროსკოპით და აჯდება რა მსახიობიც და ისიც ხო მართალია თეატრში აღარ ეხლა მაგრამ ამ პროფესიაზე უარს არ ვამბობ, იმიტომ რომ არის რაღაცეები, სადაც შეიძლება ეხლა გამოვჩნდე რა. ხო, კომენტატორობაზე რამე მიზანი დაგრჩა ეხლა? აი, თუნდაც იგივე საქართველოს ნაკრები რა. არა, არ და ეს მიზანი რომ აი ეს და მე დავისვენებ თუ რაღაც ეგეთი არა. მიზანი არის სულ რომ მთელი ციცოცხლის ბოლომდე ვიყო ამ საქმეში. და მიმყავდეს რეპორტაჟები, ამის წერტილი იქნება ის, როდესაც ეს ენთუზიაზმი დასრულდება საწვავით თუ გავიდა თამამად იმიტომ ვამბობ რომ ვიცი არ გავა და არ დავიცლები ეგ არ მოხდება და ფანტაზია როცა ამომეწურება და ვიტყვი რომ ეს გახდა უკვე ჩემთვის ისეთი საქმე რომ რა თამაში მაქვს ამას რა უნდა აი ამას რა უნდა მაგ დამოკიდებულებამდე თუ მივედი მე ნამდვილად დავდებ მიკროფონს და წავა აი ამას რა უნდა ვერ ვიტან ბავშვობიდან აი რა თამაში ვინ უყურებს გაჩერდი ერთი კაციც ხო უყურებს აი ხო არის თქვა აი მქონია მაგალითად რაიო ვალეკანო რაღაცა ელჩე კი ბატონო მქონია მაგრამ რატო აი რა არის ეს რა დამოკიდებულა ამას მაინც არავინ უყურებს და მოდი ხა არც მოვემზადები არც ინფორმაციას მოვიძიებ არც საინტერესო ფაქტებს ამ სტადიონის ფეხბურთელის მწვრთნელის მოიცა რა არავინ გადართავს პარალელურად რა არის არსენალი მანჩესტერი ახლა არგი რა ამას ვინ ანუ ხდები როგორ ანგრევ საკუთარ თავს აი როგორ ანგრევ რომ ესე იგი არ გინდა არ გიყვარს და რასელოდები რომ ბარსელონა რეალი რომ მოვა მე აფეთქდები და მე გაშლი ხელებს კარგი ხო არავინ უყურებს თქვა შედალოცვილო მართლა შედალოცვილო როგორც ბიძინა იტყოდა რეპეტიცია მაინც გაიარე იმისთვის რომ მოემზადო ხო რაღაცა ის შეცდომები რაც გაქვს ლუის ენრიკეზე რომ ვიძახით და დელაფუენტეს დემაზე რომ უი არ კარგავს мотиваციას და სუსტ გუნთანაც როგორ აღნიშნავს გოლებს დელაფუენტე 5-0-ზე და ნეტა რატო პროფესიონალია და იმ შეცდომებს რაც აქვს გუნდს გამოსასწორებელი და კიდევ დაფაზე რაც აქვს მოხაზული და რაც უნდა რომ მოედანზე გადაიტანოს უკვე საფრანგეთთან ინგლისთან იტალია აქ გააკეთებს რა ჩემთვის ახსნა არ აქვს რა უკნა აი გიჟად ჩამთვალო თქვენ არ ჩამთვლით მაგრამ აი რას ნიშნავს მალიორკა რაიო მიმყავს და არავინ არ უყურებს მე ჩემნაირი იქნება უყურებს ისაც პრიმერა არ მესმის ვერც გავიგებ და არც მინდა რომ გავიგო კიდევ ვიმეორებ სტუდენტობის დროს იყო რაღაცა არასასურველი პიესა თქვა ჩემთვის ან გარემო ისეთი რომ იქ არ გამოვიდო და თავიდანვე ვთქვი ვარი ის კაცი რატო უნდა დააღალატო მე რომ მაცა პრემიერაზე ვთქვა რომ აღარ მინდა და წავედი თქვი რა უარი რა თუ ის რა დამოკიდებულო რას თამაშობთ დღეს რაღაცა პიესას აუ რა მალე დაიწყო ხანდახან ბიჭო უკვირთ ამას რომ ამბობდა ვეუბნები რომ რაში მადანაშაულებთ მეთქი დამოკიდებულება რომ მაქვს სწორი ჩემი გადმოსახედიდან მე მგონი არ ვწდები სწორია ამას იღებთ ისე რომ
გიჟი ხარ და ვიტყუები? ჩართე და ნახავ თუ ვიტყუები, არ ვიტყუები, მიყვარს. ეუნები რომ მიყვარს. შუქურა სამტრედია როგორც მიმყავდა, მიმყავს რაიო ვალეკანო მალიორკაც, მადრიდული დერბიც და ისე წავიყვან და ვიქნები მთელი ცხოვრება. რა ვქნა ეგეთი ვარ რა. რო დავიღლებით ხო გეუბნები, დავდებ მიკროფონს, წავალ რო არ მინდა რომ ვიჯდე და 61 წუთია მასობაში. შემოიყვანა ის 93 აი რა არის ხა ეს შენ რა დააშავე რო ჩართავ ტელევიზორს და უყურებ მართალია მე არ მესმის და აი ცეკვებში მქონდა ეგ დამოკიდებულება ბოლოს რო დავიღარ და კი გამოვარდი და წამოვედი სახლში რა არის რა ხო ვიძახდი ხოდის მე მithქვამს რომ მე ვარ ფლამენკოს მეფე და გავფრინდე არ არის ჩემი საქმე და ნუ იყო რომ საჭიროება რომ უნდა ყოფილიყავი რაღაცების გამო და ვიყავი და წამოვედი სახლში მოვიკიდე ის რა ქვია ჩანთა და წამოვედი ერთი სუნი მქონდა თან მაშინ ზერია და მეორე თამაში მქონდა და გონებით სულ იქით ვიყავი ხომ ბოლოს როგორ გინდა რომ დაგიმახსოვრო როგორ კომენტატორად როცა უკვე ფინიშისკენ მოხდება წასვლა როგორ კომენტატორად დამიმახსოვრო როგორ პიროვნებად როგორ კომენტატორად რა მარტივად იყოს ეხლაც მეხუმრებიან ხოლმე დიახ და ვიღაცები საყვარელი ბავშვები რომ მივდივარ მომაძახებენ ხოლმე ნეიმარი აბალახებს და გაიქცევიან ხოლმე რა და ნუ გარბიხართ არ გამოგეკიდებით კაც დიახ ხო ეგ არის კი ბატონო დორტმუნდის თამაში იყო სადაც თქვი პირველად აი პირდაპირ ეთერში ეგ იყო დორტმუნდი შტუტგარტი რაღაცა ეგეთი იყო და გონი როისმატენა ხო ამ ბუნდესლიგა მიმყავდა ხო აი რო გაბალახე ამერიკის ის იყო გაბალახე ის იყო ხო ნეიმარი აბალახებს აი დორტმუნდის თამაში იყო პირველი და მან თქვი დიახ მან იყო და მე წავიდა და გულწრფელ ადამიანად დამიმახსოვრო რა და რა ვიცი ადამიანი რომელიც არ თამაშობს და მერთმა დამიფაროს ადამიანი რომელიც იტყვია რომ აი ამას იმისთვის მეორე ადამიანისთვის პროფესიაში ფეხი არ დაუდია და ცუდი არ გაუკეთებია და რავი მერთმა დამიფაროს ეგეთი რამე როცა ხედავ სადმე არ მომწონს რაღაცა იქ რაც არ უნდა იყოს გადაღებებზეც მithქვამს უარი ჩემ პროფესიაში და ბევრ ისეთ სამსახურზეც მithქვამს შემოთავაზებულზე უარი არა და მორჩა მე არ მომწონს რა არ მინდა და მორჩა ძალით არასდროს არ ყოფილი ვარ და გახბედნიერი ვარ რომ ყოველთვის აი ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ვარ რომ ყოველთვის იქ ვარ და ისეთ გარემოში სადაც მე მიხარი და ეგეთი რამე არ ყოფილა ერთადერთი აი როგორ მახსოვს კომენტატორების დასრულებაზე გამახსენდა ბავშვი მწერს Facebook-ზე რა რამდენი წლის ხარ მით ხმოვანი შეტყობინებით ქობულეთელი იყო ქობულეთი დამწერ მე ვთხარი მაშინ ახალი გახსნილი იყო არხი რა 31 წლის ვიყავ თუ 31-ის მეთქი და იქიდან წერს უი რა კარგია ესე იგი კიდე დიდხანს იქნები და არ დაბერდებიო ისე გამიხარდა ეგ მაგას ვერასდროს ვერ დავივიწყებ ეგ იქნება აი ჩემთვის იცი როგორ დამბურძგლა რეპორტაჟის დაწყებამდე მომწერათა და რო შევედი გადავწვი იქაურობა სიხარულისგან კიდე აპარო ესე იგი რა კარგია რომ არ დაბერდებიო და კიდე დიდხანს იქნები ესე რომ აი ეგრე მინდა რა გულწრფელა ცენიო რა გულწრფელ ადამიანად და მიხარია აქვე გეტყვით სენიორ რო იძახიან რომ მეძახიან და ბედნიერი ვიყავი მადრიდში ვაი მე სხვა ხიბლი მქონდა რო გავიხვიცე და ჩამოვიდა bueno sí así los chicos de mi cara რომელი მატჩია ისეთი რომლის წაყონაც არ წაგიყვანია და გინდოდა რომ წაგიყვანა ჩატარებული საქართველოს საბერძნეთი всё და საქართველოს ნაკრების თამაში ცხოვრებაში არ წამიყვანია და დიდი სიამოვნებით აღარ და გავაღარიბებ რა ამ დამოკიდებულებას რო თქვა რომ ჩემთვის დიდი პატივია კი არა საქართველოს ნაკრების თამაში საბერძნეთთან მან გულიც მხევდა და რაღაცები მოხდებოდა ცუდი რა ვიცი აი ტელევიზორის გატეხვის არ იყო მოკლედ საქართველოს ნაკრები და ნებისმიერი ქართული გუნდის ევროთასებზე ფინალურ ეტაპზე გასვლა აი ერთხელ მქონდა ეგ ბედნიერება მართალია ხარვეზები იყო ტექნიკური და მთელი ამბები საქართველოს 21 წლამდე ნაკრების თამაში წავიყვან მაგრამ წავაგეთ ფარერებთან მაგრამ აი ჰიმნი რო მოვისმინე ყურებში აი სხვანაირი იყო რა აი სერიას ჰიმნი კლავდა
რომ დაიწყებოდა და არაპაპაპაპარაპა და ვისტა აქედან ხურდებოდი ატანციონე და აუ დასკნარდი იქიდან დიმა შემორბოდა ხოლმე ჩვენი როტა მაგაზე გამახსდა ჩვენი ადამიანებშობლო ყოფილი შევიხადე და უცებ ჯიხური ხო ეს მინით იყო გაყოფილი რა შემოვიდა დიმა იქიდან ეგ რო გავიდა მეცინებოდა ანუ საქართველოს საბერძნეთი ხო საქართველოს საბერძნეთი აი რაც ყოფილა რასაც მოვესწარი საქართველოს ნაკრების აი ეს თამაში ნუ ახლა მე იქ რო ევროპაზე პორტუგალეთთან ეს ვაფშე სხვა ემოცია იყო ხო თურქეთთან მიკაუტას გოლზე რაც თუდათ რო გახდა და მან ბიკაცი ბიჭი მომზდებს და მეთქი დამეხმარება და თურმე უცხოელია ის არ მახსოვს რომელი ქვია თურმე ეს იღებს და თავის მუღამში აგროვებს ვიდეოს მილიონი ნახვა ქონდა მაგ ვიდეო ხო და აიღო და აი და წყალი მეთქი აი მე ვიხუმრე ადრეც კიდე და შვილო ესე ვიყავი მეთქი ხორავას ის ქონდა სახე შექმნილი ძალიან ისეთი დარტყმა იყო რა ბედნიერია მართ აი ყველა იმ კომენტატორს უღუცა ვისაც აი ეგ ბედნიერება ხო დაწილა და აქვს რა კიდე რომ ბარემ ევროპის დროებით გავიხსენოთ ეგ ხო იყო ყველაზე დიდი მულტფილმი ძალიან დიდი მულტფილმი და ყოველთვის მინდოდა სიგნალი დუნა პარკის ნახვა იმიტომ რომ მე ხა ბევრ სტადიონზე ევროპაში არ ვარ ნამყოფი მაგრამ რაც კი მინახავს პირველი გახსოვს ერთად არ ვიყავით მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ცარიელ სიგნალი დუნა პარკზე რო შევედით და პირველი რა ვქენით რომ მივედით საკომენტატორო მაგიდები იყო ესე იგი როგორი სუსტი კომენტატორიც არ უნდა იყოს ადამიანი ისეთი გემრიელი საკომენტატორო სივრცეა რომ თამაშს წაიყვან წაიკითხავ და ისაუბრებ ამოუწურავად და შეიგრძნობ იმ ჟანრს იქ იყო წარმოუდგენელი რამ აი სიგნალი დუნა პარკი არის ჩემთვის რაც კი მინახავს კამპ ნოუ მინახავს ძველი ბარსა რეალზე ყოფილა აი ტოპ სტადიონებში შედის რა ისეთი საოცარი სტადიონია და თვითონ იქ დამოკიდებულება ხო გახსოვთ გაგიჟებულები ვიყავით იქ ადგილობრივი ხალხი როგორ ხვდებოდა ეგეთი ხა დორტმუნდის ფანებს ადგილობრივებს ბიჭო რა უნდა გაუკვირდეთ რა უნდა რით უნდა გააკვირო შენ მსვლელობით თუ რით მაგრამ როგორი გულთბილი დახვედრა გქონდა იქიდან მე ჩუქრინე შარფი გვაჩუქეს რაღაცეები და ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენ იქ არ ვიყავით ექსკურსიაზე და კიდევ ერთხელ დავარწმუნდით და დავარწმუნეთ მსოფლიო და ადგილობრივები ხო გახსოვს იქ სტადიონზე სტაფი ჩვენ ქომაგობდა საქართველოს თურქეთი რო იყო მოტრიალდა და ბრომორჩა თამაში ასეთ რაღაცებს აკეთებდნენ რა ვქნათ რომ სიყავთ ეთყობა თურქები ამოსული მაგათაც იმდენი არიან ხო და აი ძალიან გულშემატკივრობდნენ რა მე მან დავაფაცე და მან საბოლოოდ მივხვდი როგორი წინსვლა გვაქვს ქომაგობაში რამხელა ნაბიჯია გადადგმული ეხლა ჩვენ იმ ასაკში ვართ რომ ვიცით და გვახსოვს ძველი ქომაგობაც გვახსოვს სტადიონზე საერთოდ რა ხდებოდა ხო ჩაშავებული და მე პირველად ვიყავი საქართველოს გერმანიის თამაშს 96-ში რო იყო ნუ იმის მერე რაც გამოვიარეთ ევროპული ქომაგობა სიმღერა შეძახილები მოქცევის წესი რაც ჰამბურგში ჩეხეთთან ვისკენ ვერაზოს ვერ წარმოვიდგენდი ევროპაში ჩვენ თუ ქომაგობით ვინმეს აჯობებით თან გერმანიაში ხო სადაც დასწრება ყოველთვის საოცარია ბუნდესლიგაში და რა ვიცი კიდევ მეორე გაგიჟებულები გვიყურებდნენ ზენ ვინები არიან მოდიოდით და ყველაფრით საოცარი დღეები იყო კიდევ მეორე არ ვიცი საიდან დავიწყო ეგ იყო ის ბიძგი რის გამოძახილსაც იმედია რომ კიდევ ნახავთ ჩვენ ეგ არ დამთავრდება ალბათ რა აი იმედია ჩეხეთს და პორტუგალიას ხო ფანობით ვაჯობეთ და თურქებს კულტურით ვაჯობეთ ბევრად კულტურულები ვიყავით მაგათთან შედარებით რაც მაგათმა გააკეთეს იქიდან ლუდები რო გვასხეს და გახსოვს მედია ზონაში რო ვიყავით ზემოდან და რა ამბავი რა ტურისტი რაოდენობით და ხმაურით შეიძლება გვაჯობეს მაგათმა რა ხო ლიდუნა პარკს თორე კულტურით აი ბევრად დაწყებამდე იგრძნობოდა ეგ რომ დაიწყო სიგნალი ლიდუნა პარკს ეს გუგუნი მეთქი უკვე ერთი რა ხდება და ჩვენები იქით მესმის ბევრნი არიან
თამაშით ხო ვაჯობეთ და ვაჯობეთ. თამაშით აბა ის რა მომენტები იყო. რაც ქონდა, ბევრად კარგი მომენტები ქონდა, ვიდრე იმათ ქონდათ. თან ეს ხო იყო ის თამაში, სადაც აი გემო გაუსინჯეთ ევროპის ჩემპიონატს პირველი. იყო ხო. ეს ცოტა ნერვიული ფონი ხა, რაც არ უნდა ვთქვათ ის რომ გამოცდილი კვარაცხელია, გამოცდილი ეს X სხვა რამე, ნაკრები გაქვს ზურგს უკან მოკიდებული და ეს პასუხისმგებლობა და პირველად შეახე ევროპის კარი და შეხვედი და უცებ თან თურქეთი რომელსაც პრეტენზია აქვს მონტელას ხელში რომ 2002 წლის ნაკრებს დაამსგავსოს და ის შედეგები ხა რა გამოუვა ძალკე თემა, მაგრამ ამბიცია ხო აქვს ეს რომ იქ მივიდეს, იქ მიიყვანოს და აგერ მოქალაქეობას აძლევენ. თუ უკვე არ მიცეს, მე ბოლოს რომ მიმყავდა თურქეთის თამაში, იქ ინფორმაცია ვნახე ერთ-ერთ თურქულ გამოცემას ქონდა. და ესეთი ნაკრების წინააღმდეგ თან ფაქტობრივად სახში იყვნენ. დორტმუნდში თურქები სახში იყვნენ. კი ბატონო, ზუსტად. და ეს ნერვიული ფონი რომ გადაილახა, მე იქ გოლმა როგორ შეგვიწყო ხელი რომ გავიტანეთ. წამოვიდა და ეგ იყო თამაში წაგებული მატჩის მიუხედავად რომ ყველა რო გამოვედით ერთხმად ვამბობდით რომ შემდეგი თამაში კიდე უფრო სხვანაირი იქნება, იმიტომ რომ იმ დრამატურგიის არ იყოს რა რეპორტაჟზე რაც თქვი. მანდაც ჩანდა თუ კარგი თვალი გაქვს ადამიანს და დააკვირდებოდა ხო ვინმე, ისე დაიწყო ექსპოზიცია რომ გაყვებოდა პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და ლოგიკური იქნებოდა და იყო კიდეც მე ესპანეთთან ის ანგარიშის გახსნა და ის ეიფორია. და ცოტა ესეთი გაკვირვებული ესპანეთის ნაკრები რომელიც მე წავიდა და ევროპის ჩემპიონი გახდა, თუმცა მე კიდევ ვიმეორებ რა ვქნა, ვერიდები ხოლმე რა საქართველოს ესპანეთის თამაშთან მიმართებაში რაღაცების შეფასებას, იმიტომ რომ ერთმა სტადიონზე მითხრა შენ ალბათ უფრო ესპანეთი გიყვარს და ნუ ეხლა რა უნდა მეთქვე იმისთვის. ან ცუდი უნდა უთხრა, ან უნდა გაატარო და მე გავატარე, უკვე გამოვიარე აქეთ. 1-0 ხიათ ეგ არა, იცი რომელ თამაშზე? 7-1 რომ მოვიგეს არ. რო შემოვიდა იამალი და გაიტანა ერთ-ერთმა ჩემ გვერდით ვიღაცა არ ვიცი, უცნობი ბიჭი იყო, ამ ბავშვმაც გაგვიტანაო. შეამკორა და გადავხერე და ვინ არის ეგ ბავშვი, ვინ არის მეთქი? ვინ ბიჭო იამალი, იქიდან ხო არ ჩამოსულა. ბავშვი და სათამაშობდა თან ბავშვი. არა, ხო, იქ მესმის ისეთი ფეხბურთელი იყოს, რომელზეც ინფორმაცია არ გაქვს, წარმოდგენა არ გაქვს, ერთია ნაკრებში სადებიუტო მატჩი და გოლი და მეორეა საკლუბოზე შეხედე რა. და რა უნდა ელაპარაკო ვერაფერი და ეგ თამაში ევროპის ჩემპიონატს რომ მიუბრუნდე, ჩემთვის რა იყო, ხო გავხსენით ანგარიში, რა თქმა უნდა გაგვიხარდა, მაგრამ მაინც მან ვიცოდი რაც მოხდებოდა რა. ძალიან მანქანა იყო რა, ჩვეულებრივი სამწუხაროდ ჩვენთვის ჩვეულებრივი ის იყო რა. კი ვნახეთ მე ჩვენს მერე რა უკვე სხვებს. ხო, მასპინძელ გერმანიას და ინგლისს. და იმ ოიარსაბალზე რომ დამწინოდა ნახევარი სამეგობრო და საქართველოს რომ ლუის ენრიკემ რო გამოიძახა პირველად აქ ვუყურებდით ხოლმე იმ ევროპის ჩემპიონატს. და ნიკო და ოიარსაბალით მოგებული ის არ გაიშვას. მოიგო. მერე ლუის ენრიკემ ეს ერთ სისტემაში მოაქცია და დელაფუენტემს მიიღო უკვე ლანგრით მირთმეული ჩამოყალიბებული გუნდი, რომელსაც სოფლიო ჩემპიონატის ადრენალინიც ჰქონდა მანამდე და ევროპის ჩემპიონატიც და დაიწყო. და რო ვთქვი რომ მე ამ შედეგს ველოდით, ხო კარგი რა, შენ არ გწამს ჩვენების. ხო შენ რო გწამს ხო მიიღე შედეგი რა, მე ერთს უთხარი რა. რას ნიშნავს მწამს, ახლა სულელი ხო არ ხარ, გამოვიდა მამარდა და ძალიან სწორი თქვა ჩვენ წავაგეთ ევროპის ჩათვალეთ ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან და კი წავიდა და მოიგო მე ევროპა. რაღაცებს ბიჭო ხო უნდა შეხედო რა რეალურად, რა არის ხო. რა ხო რა თქმა უნდა. წარმოვიდგინე პირიქით გავედით ჯგუფიდან ჩვენ იმ დებიუტანტების სიაში შევედით, ვინც თავის დროზე ევროპის კარი შეაღო და ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი. თავისი ძველი ხორვატიით და ყველაფრით, ვინც პირველად შევიდა და მანამდე რო იწერებოდა რომ საქართველოს ნაკრები ალბათ ის იქნება ტურისტებად არ ვიყავით რა ფაქტია. ბოლო ადგილს გვიწინასთან მეთქდნენ და ვინ გავიდა ბოლოზე პირველად. მე ბატონო და მაშინ იქაც სულ არ დასულიყო წინ მამარ და მაშინ შეიძლება თორქს დასულიყო და ეს მაგას მოყვები კიდე რაში, იცი? არც გვიკამათი არაფერზე გეთანხმები და ერთ აზრზე ვართ, მაგრამ მან სხვა ნებისმიერი ნაკრები რო ყოფილიყო, მოლოდინი მექნებოდა, რომ მერვეთ ფინალსაც გადავლახა. ხო ბიჭო, ეს სხვანაირად აწყობილი. ხო გეუნები ესეთი რამე გინახავს 1-0-ია, 2-0-ია, 3-0-ია, კაცი ეთერში ვიხუმრე კიდეც რეპორტაჟი მიმყავდა ესპანეთი თურქეთის, თურქეთში რო გაარღვია. ხო. ეხლა ეს რო
ამოჭრა მეთქი მარტო კადრები დელაფუენტეს ემოციები და მიადო იმას სოფლიო ჩემპიონატის ფინალს ან ევროპის ფინალს გეგონება რომ სოფლიო ჩემპიონი ხდება ისეთ დღეშია ხო 4-0-ზეც იგივე რეაქცია აქვს და ისეთი ანთებული დგას როგორც 0-0-ზე და 1-0-ზე ხო და ეგ არის აი ეგ მეც არ მესმის რა მომდა ხოლმე ისა მე ხო გერმანიის ისო არ და თქვენ გაჩერება არიცით ბოლომდე ანუ რატო თუა შანსი რატო უნდა გაჩერდა ვერ ხვდები ან როგორ უნდა გააკონტროლო ხო გამიგია ისიც რომ აგორავებ და მოკლავ მეტოქეს თქვა ჩააქრობ მთლიანად გამორთავ და შენ აქედან აგორავებ და ნუ მაგრამ რატო არ უნდა გაიტან იმ აქვია თქვენ დანდობა არიცით კლოზე კი მეფობდა დიდი ხანი საუდის არაბეთი რო დაიჭირა და თავის ტკივილი რატო უნდა გაიჭირო რომ 2-0-ზე გაჩერდა და მე თქვათ მოხდა სასწაული და წამოვიდა ერთი პენალტი ერთი კუთხურიდან შეგიგდო და რა აუ ჩვენ მეტოქე მე უნდა თქვა პრესკონფერენციაზე რომ იცი რა მეტოქე ვერ შევაფასეთ გავჩერდით ხო და რო გაჩერდი მიიღე რატო არ უნდა ქნა პირიქით ბიჭო თან ის მეკურს ამას აი საოცარი მსჯელობა ამას აქ მოგება აღარ ჭირდება და ელემენტარული უბანში რო ჩადიხარ სათამაშოდ ტყუილ უბრალოდ რატო უნდა ჩახვიდე ხო გიჟი ხო არა ჩადიხარ რომ ითამაშო და მოიგო წაგებისთვის ვინ ჩადის მე იქ ინდივიდუალური სტატისტიკა არსებობს ფეხბურთელების ხო კლოზეზე რო ვთქვი რომ დააგროვა იმ საუდის არაბეთთან გოლები, ბომბარდირობა, სუსტი პასები, მეკარის მოგერიებული ბურთები, რამდენი რამე არსებობს, რომ რეკორდებზე მიდიან თან დღეს, როცა ვსაუბრობთ რომ რაღაცა ბუღალტერული ეპოქა, სადაც ციფრებზეა ყველაფერი, იმ რამდენი პასი დააბრუნა, ამან იმდენი ქონა, იმას იმდენი ქონდა. რატო უნდა გაჩერდე? აი ბიჭო, ბოლა ხა ყველანი ფეხბურთის ფანები ვარ და მაგიტომაც მიყვარს ფეხბურთი, რომ ეგეთი რაღაცები ხდება რა ხა. არ მესმის ხო რატო? არ მოიგო გერმანიას მაშინ 7-1 რა, მაგ ხლა ინტრიგა ეხა მაგათ კიდე შეხვედრა. არ იქნებოდა, ხო? და ატყდა და დღემდე მაგას ახსენებენ. და მან როგორი ის ქონდა, ხო? სოფლიო ჩემპიონატზე რო შეხვდებიან. ბრაზილიაში იყო თან, ხო? რასი გიჟე მოხდება, მაგრამ იმის გამო რა, დარწმუნებული ვარ, აი დღემდე წარედ ახსოვთ ეგ წაგება რა. ძალიან ზედაპირული მიდგომა, მე დღემდე ვერ ვიგებ. აღარ ჭირდება და არ მოუგებს. ის იყო საოცარი კიდე. ესპანეთი მესამე შემადგენლობით ჩამოდის. რა ვიცი, რა უნდა უთხრა, რა მესამე შემადგენლობით ჩამოდის. კაი, ჩამოვიდა ის. რა ქვია, იგლესიასით და იმეებით, რა ქვია. ბიჭო, სისტემაა ისე აწყობილი. გისმინე, სხვათა შორის რო გიყურებდი, გეთანხმებოდი იმ გადაცემაში. ხო, აი, სისტემას რომ მიადექი დელაფუენტეს სისტემას. იმიტომ არა რომ ეგ ძალიან მიყვარს. აბა ყოფილიყო კამაჩოსნაირი ნაკრები ქონოდა, ეგრე კი არ მეყვარებოდა. სისტემაა რომ იქ რა ქვია, იგლესიასი იქნება წინ თუ რა ქვია, ნებისმიერი სხვა ფეხბურთელი. უკვე ჯერ ეგრეთიც მაგ თამაშზე რო გამოიძახა, ზედიზედ 6 მატჩი ლა ლიგაში 6 გოლი ქონდა გატანილი. იმაში რა ქვია, სელტაში. 6-დან 6 ქონდა გატანილი. და იმიტომ გამოიძახა რომ იცოდა ის შემოვა და აქვს ეგ მენტალიტეტი უკვე გამარჯვებულის და აქვს გრძნობა თავდამსხმელის, რომელსაც შეუძლია რომ გოლი გაიტანოს და ითამაშა. რატო არ უნდა იყოს? ოიარსაბალზე რო ვიხუმრე, მე რა ვიხუმრე, რომ მეხუმრებოდნენ. ოიარსაბალს. ვინმე იფიქრებდა რომ ოიარსაბალის გოლით მე ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდებოდა, იმან იგრძნო რომ ამ ჟანრში ამ ფორმაციას უხდება და დაინახა ის რაც ხმამ ვერ დაინახა ენრიკემ შეამზადა ადგა და გაუჩერებელი გახდა მე ესპანეთის ნაკრები. ესენი მარტო გვარებს ეძებენ რომ აი აღარ წერია მაისურზე ჩავი, აღარ წერია თქვათ ინიესტა, ვილია, ტორესი, რაული, ეგენი აღარ წერია. დებს რა შემდეგ იგივე იმ ჩემმა რაულმა რაც ვერ გააკეთა, აგერ გააკეთა ოიარსაბალის ნაკრებმა. გააკეთა ნიკოს ნაკრებმა, გააკეთა ამ ბიჭებმა გააკეთეს. მე არ მესმის და ჩავარდნა ქონდათ, მაგრამ იმ ჩავარდნის შემდეგ ისეთი სქემა ჩამოაყალიბეს, რომ რავი, უარი თქვა. ელემენტარული ის იერემი პინო, რომ მკითხო მიქაუტაძის დონეზე ვერ მივა ეხლა რა, ანუ შეიძლება გვერდიგვერდ დააყენო რა, ნუ არ ჩამოვარდება რა მიქაუტაძე რა ყოველი შემთხვევაში სპინოს. ხო. მაგრამ იმ კონკრეტულ მონაკვეთში, იმ კონკრეტულ მომენტში პინო მისის რომ უნდა იდგეს აი ამ ადგილზე რა, თუმცა პენალტის ნიშნულთან რა, მიუვა იმასთან პასი და ერთ შეხებით უნდა გაიტანოს გოლი. ზუსტად. თორე აი ეხლა ეს შემადგენლობა, ვინც ევროპა მოიგო. ეს შემადგენლობა რომ ყოლოდა კამაჩოს ან ლოპედექს აქვე ვამბობ რომ ძალიან ცუდი შედეგი დაამთავრებდა. ის არ იყო სისტემური ნაკრები. ეს სისტემა ამან ჯერ ეს კაცი იმიტომ დანიშნეს რომ ამის
ჩამოყალიბებული ეგ სისტემა ფედერაციამ რომ მიიწვია თავის დროზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ იქ ასაკობრივები რომ ჩააბარა მაგის მეთოდოლოგიით მიდიოდნენ და რატო ვეძებოთ ვიღაცა სახელოვანი და ვიღაცა და ის ჩამოიყვანეთ და პირობითად რავი კლოპი მლოპი ვიღაც სახელები დიდები რა თქმა უნდა აგერ მხავს ვინც იცის რა ესიზმრება almost იცის რა უნდა ვის ხელშიც გაიზარდნენ ვის ხელშიც გაიზარდნენ არ ფიქრობ რომ საქართველოსიც უკვე ეგეთი ცვლილების დრო არის სვანა როგორ ფიქრობ არ იმსახურებს სვანაზე თქვი ადრეც რა ერთ-ერთი ვარიანტია რომ კი შეიძლება ოღონდ შეიძლება დანამდვილებ ეს სულ არ აკნინებს სვანას რო ვთქვა რომ არა რო ვთქვა, იმიტომ რომ რაც გააკეთა 21 წლამდელებში ძალიან მაგარი საქმე გააკეთა. განსაკუთრებით აი ეს ბოლო ევროპის ჩემპიონატის საგზური რომ მოიპოვა, ორი აზრი არ არის, მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი, ამას საწყენად ნურავინო მიიღებს. აი ამ ქართულ ზეწოლას გულშემატკივრებისა მე ეს მაინტერესებს, აი ვინ გაუძლებს ხო ხვდებით რას გულისწყმობ, აი ის გამოიძახე, ეს გამოიძახე, ამას არ იძახებ, ამას აქ რა უნდა აი ეს მაინც ბიჭო პატარა ქვეყანა ვართ არ ვიცი ჯერ მე ფსიქოლოგიურად ვინ როგორ არის მზად ამ წნეხს უცხოელი ბევრად მარტივად გაუძლებს კიდევ ვიმეორებ ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვათ აქ გაუნათლებლები არიან რასისულელია ბევრს აქვს ასაკობრივში დამტკიცებული არიან წვრთნელები მაგრამ ეროვნული ნაკრები კიდე სხვა რამეა მაგ ქართულობიდან გამომდინარე რა იმიტომ რომ უცხოელი ხვალზე გადგება და წამსვლელი ეხლა ვილი სანიოლი არ შეწუხდება გაატარებს რა ელემენტარული თქვა არ გადაუთარგმნიან რა და მორჩა რა და იმისთვის არ იქნება ის რომ პირობითად აი არაბიძეზე იყო ხო საუბარი ხან ერთ ფეხბურთელზე ხან მეორეზე რატო არ არის ნაკრებში რატო არ იძახებ ეს სულ იქნება ხო და აი ამას ვინ გაუძლებს მე ჯერ არ ვიცი გაგვიგია ხო მანამდეც რომ ბევრ ქართველს უთქვამს უარი რომ არა ვერ ჩავიბარებ საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი წნეხია გარდა შედეგებისა აი მზადება ხო რა აი მზადება აი ეს პროცესი იმას როგორ არ იძახებ ერიქ ახლობლობა ყველას იცნობს რთულია რა მე ვერ ვხედავ ჯერ მაგ ყველაფრის გადამლახავ მწვრთნელს მაგიტომ ვანიჭებთ მაინც უცხოელ მე მაგიტომ ვანიჭებ ერთ-ერთი არგუმენტი ეგ მაქვს რომ ის უცხოელი გაუძლებს მაგას და ქართველია მე ჩვენ გვახსოვს ხო თემურ ქეცბაია გვახსოვს რა დღეში იყო ბოლოს მე არ ვამბობ რომ აი ზარები და იმას რატო არ იძახებთ მათ შორის იმას ქეცბა მაინც სხვა მდგომარეობაში იყო რა იმიტომ რომ ფეხბურთელებიც არ ყავდა არა მე იმ შემადგენლობაზე ხოლო მიმართულებით განსხვავებული არა რა თქმა უნდა დამოკიდებულება ელემენტარული ყველამ ვიცით ხო მაშინ რა ბრძოლები უწევდა თქვა ფეხბურთელებთან ქეცბაიას ცნობილია და ეხლანდელი საერთოდ ჯერ სხვა ტოპ ჩემპიონატებში ყავს და დამოკიდებულება ბევრად პროფესიონალური და მიდგომა ესეთი აქვს ფეხბურთელებს მაგრამ მე რას ვამბობ იცი აი გარე ფონი რა გოგვა ხო ხვდები აი გარე სტადიონს გარეთ არსებული აი ეს ფეხბურთელების გარშემო ამბები, აი ამის აცილება, ასხლეტა გაუჭირდება. ბევრს ქეცბა ბოლოს ორი გაბრაზებული და ემოციური იყო. ყველასთან უჭირდა უკვე ლაპარაკი. მაქედან გამომდინარე. არ ვიცი. და იმასთანაც ხო იჭუბა. ხო აი ბევრი იყო რომ აი პრეს კონფერენციაზეც უკვე რო უტევდნენ, ამას ეგონა შეიძლება რომ უტევდნენ, თორე კითხვა იყო, თქვა ლოგიკური, ხო? გადაცემებიც გვახსოვს რომ ლოგიკური კითხვები იყო რომ რატომ მიიჩნევთ რომ აი მე-4 ადგილი კარგია და რაღაცა და ეგრევე ენთებოდა იმიტომ რომ მე ვერც იმას ვამტყუნებ ვერც იმას უკვე იქამდე იყო მისული კულმინაციამდე იყო ემოციურად მისული ყველა მთლიანად გარემო და ამის გადატანა ძალიან რთულია კიდევ მეორე უცხოელი გაატარებს რა და წავა ამ კუპერს რაღა უნდა ექნა სამი ქულა იყო სამი ფრე ითამაშა და ისე აიღო ხმან შენ წარმოგიდგენია ქართველი რა დღეში იქნებოდა როგორი საცოდაობა იქნებოდა გული გამისკდებოდა მეც რომ ენახა თურმე ძალიან მაგარი ხო აი მაგას რა თურმე ძალიან მაგარი ყოფილა თქვენ გაიხალხო ეხლა გავიდა მე-6-ზე ტოპ მეონა ლიგის ფინალის ნათამაშები ტოპ მეოლერი და კუპერები და ის თან ბიჭო ჯგუფიც ისეთი მოუწია ტოპ მეოლერის აი იმ თაობას მე რა არის აი ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე მithქვამს ბევრჯერ ძალიან სხვადასხვა გადაცემებში YouTube-ზე თუ ასე შემდეგ სტუმრობისას რა რა არის რაღაცებს ლოგიკურ შეხედულებაზე რო გქონდა ძალიან საუბარი ხო უნდა შეხვდეთ აი ერთი ხელის აღებით ესე რომ თქვენ არაფრის მაქნისები იყავით კაცო 90-იანები
აი 90-იანების ნაკრებზე რომ ზედმეტად აი ასე კნინობითი კუთხით და ფორმით საუბრობენ, საწყენია ნამდვილად რა ჯგუფში თამაშობდნენ, ვინ ყავდათ მეტოქე და ჯგუფიდან რამდენი გადიოდა, ეგეც გავიხსენოთ. ან ვიცე-ჩემპიონი, ან მსოფლიო ჩემპიონი, ან შირერის ინგლისი, ან ჩავი ინიესტას ესპანეთი, ან ის რო ვარ ჩამოთვალოთ ყველამ კარგად. ხო, აბა. რთულია, თქვენ რაც ვერ გააკეთეთ, ამათმა შეძლეს, რატო ხო, და რატო აგდებ რაღაცა მარცვალს რომ გაღვივდეს და დააპირისპირო და რატო აკეთებ? ამათ სხვა პერიოდის და სხვა ეპოქის ფეხბურთი მოუწია და სხვა ფორმაციის და ვიღაცებ ერთხელ კი დამიწერეს სადღაც რომ როგორ მოიცა რა თქოს მოლდოვას და ალბანეთს და ვიღაცებს რომ ჩამონათვალიყო დამავიწყდა იმას ვერ უგებდნენ და ეხლა ისიც გაიხსენე რის მერე ვერ უგებდნენ გადაწყვეტილი რო იყო უკვე ჯგუფში ქონია თამაშები რომ გადაწყვეტილი როდესაც ყოფილა რომ ვეღარ გავალთ მოუგიათ იგივე რა ნორმალურ ნაკრებთან შოტლანდიასთან გვახსოვს ხო მაგრამ მაგ შოტლანდიის მერე ლიტვასთან წავაგეთ თბილისში აი უკვე რო წაგებულის მენტალიტეტი გაქვს უკვე რო თითქმის აღარაფერი ხდება ინერციით მიდიხარ მაგის მერე წააგებ შეიძლება წააგო იმ ლიტვასთანაც რა მაშინ სხვა იყო არ შეიძლება რა ჯგუფი გქონდათ ბიჭო უკრაინა შევჩენკოს უკრაინა ანრი ზიდანის გარდა ყველა იყო თბილისში მაშინ რა ვიცი როგორი საფრანგეთი ჩამოვიდა და ამასთან თხოვდით და ინგლისთან და იმათთან თხოვდით როგორ ვერიგებთ ახლა იმ ჯგუფს რო შეადარებ და მე აქეთ გადმოიხედები მე არც ერთს არ ვაკნინებ მე უბრალოდ მწყდება გული ესენი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ ჩვენი ბიჭები და გაგვაოცეს და ვილაპარაკეთ მაგრამ იმათი ესე ხელისკურა სტოიჩკოვის ბულგარეთს და ავიცი ბაჯოს იტალიას და იმათ 0-0 ეთამაშა და ოდუღეთ სამისნარი ბოლო აბა პოლონეთი ხო აჩიბდა ცხადამ და ქეცბამ ტენაიგ და სტოიჩკოვის ბულგარეთს მოუგეთ და ბაჯოს იტალიასთან ფრევი თამაშეთ 0-0 ზოლა და ავიცი არ შეიძლება ეგრე მე არ მომწონს ეგ დამოკიდებულება კარგის მომტანი არ არის ფაქტია რაღაცა აღვივებ თითქოს ათში მალდინის რასაც უშვება ბარე ფერმა ფეხბურთელმა ქნას და გააკეთოს რა მალდინი თან რომელი მალდინია რა პერიოდის მალდინია ვეღადავები და რას როგორ თამამად უკეთებს და შანსებიც ჰქონდა კი და იმ იტალიასთან მე ვარსკვლავურ იტალიასთან იგივე ანკონასში ჩატარებული თამაში 2-11 მეტრიანი რო დადეს თბილისში თამაში 2-1 რო წავიდეთ ჭიდაობდით და თამაშობდით და დასამახსოვრებელი იყო არ შეიძლება რა ეგრე თორე ხარ რა ვინმეს გონია რომ ამ დონის რომელიმე ნაკრები რაც ერთა ლიგაზე ყავდა იმ საქართველოს რო შეხვედრო და ვერ მოუგებდა სირცხვილი მგონია ერთა ლიგით ისინი მეც მგონია რომ გავიდოდით მოდი დავალაგოთ 21 საუკუნის საუკეთესო 11-ე აუ როგორ მიჭირს 21 საუკუნეა დამოუკიდებელი საქართველო? დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რა ვუსწავლო. რაც დამოუკიდებლები ვართ. დავიწყოთ მე კარით. მამარდა ეგრევე გითხარი. ჯერ სქემა გითხარი. მოდი ნახოთ გამომივიდა. მოდი იყოს 4-3-3 იყოს. იყოს 4-3-3. 5-4 კეცვაზე. ხორვატია. ხო. 5-4 იყო გეზი. მამარდა კარში მარჯვენა მცველი ეგ სულ გვიჭირდა ყოველთვის მარჯვენა მცველის პოზიციაზე რა იმ დღეს იტალია საქართველოს კადრი ვნახე და ნემსაძე იდგა იტალიაში მარჯვენა აი მარჯვენა მცველი იყოს კაკაბა მარჯვენა ცენტრალური მცველი იყოს ხა წავედი პირველ რიგში 90-იანებში წავედი რა ცენტრალური მცველები ცხადაძე შელია მახსენდება ეგრევე კალაძე ფლანგზეც იყო მაგრამ შუაში კალაძე მარცხნივ იყო ხო კალაძე მარცხნივ იყო მოდი ფორმის პიკში მყოფი კაშო გვერდით დაუყენებდი ცხადას ჩემი ცხადა სულ გავძვირს ცხადაში იცი რა გამახსნა შენი ისტორია შენ თვითონ მენთე შენ თვითონ ეგ ჩემი საყვარელი ისტორია ესე იგი კაკაბა კაშია ცხადაძე მარცხენა ცენტრალური მცველი და ფლანგზე დავაყენებ კალაძეს აი ეს პერიოდი მილანის პერიოდი წინ რა რთულია იცი
ყოველთვის ანუ 3 ნახევარმცველი. 3 ნახევარმცველი. შეიძლება რო გადავაწყო და 4 იყოს. ანუ 4-4-2-ზე. ხო, მოდი რა, იმიტომ რომ ნახევარმცველი მეცი რა ეს. შუაში ფლანგზე დავაყენებდი მარჯვნივ ჯამარას. ახლა 90-იანელი რო ვარ მაინც. მარცხნივ დავაყენებდი ფორმის პიკში მყოფ ჩაკვეს. შუაში აი ჩემი რა ვიცი ყველაფერი კინკლაძე მინდა 10-იანზე. და გვერდით დაუყენებდი კინკლაძე მე მარცხენია. მოდი იყოს კინკლა კიტე იყოს ნორმალი კიტე იმსახურებს. არა ძალიან მაგარი და წინ ვეცე მის ადავაში кайგაცო მის 3 სათადარიგოთას კამის დავამატოთ რა მე ჩემი ხათრით ვიყვანდი მე ვის მაგივრად მაშინ ხო წინ კვარა რა თქმა უნდა დაასრულია რა ვქნა ვინმე რა მოგდება კვარა და ფორმის პიკში აიაქსის შოთი სათადარიგოთას კამზე მეყოლებოდა ხო აბა გისმენ მე ეცბა რო არ დაგვეჩაგროს უწურთნელა დავაყენოთ კი ბატონო ჯიგარი ხარ გამომიყვანი ხო აბა რო არის თქვა იმას კეცბა მთავარი მწურთნელი კი ბატონო იყოს შენი ხათრით სათადარიგოთას კამზე მიქაუტაძე რომელსაც შემოვიყვანდი მე მეორე ტაიმში შევცვლიდი შოთის ან ბუნებრივი ან შოთის შევცვლიდი ან იმას ან გადაწყობა შეიძლება მე ტაქტიკურად და ხო რა თქმა უნდა არც ეგ არის მანაცეა მიქაუტაძე იქნებოდა ნემსაძე მეყოლებოდა გია ფორმის პიკში გიორგი ნემსაძე და მესამე მოდი რა ძალიან მიყვარს და ასევე უნდა დავამატო მესამე ფორმის პიკში მყოფი ჩემი მჭედლო რა ძალიან მიყვარს აი რო წინავდა შოტლანდიასაც რო შეუგდო და მე მილანთანაც რო გამახარა აი ეს სამი კაცი იყოს ეს გამეკვირდა მეგონა ძირითადში დააყენებდი მჭედლოს ბიჭო აი ჩემი თავი ენაცვალო ძალიან მიყვარს მაგრამ აი ხო ხდები 90-იანებიდან მოდიხარ აი 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე იმდენია რომ აი თან ის არის რა აი ტრავმებმა რო ხელი შეუშალა მაგიტომაც ლევანი ძალიან მიყვარს და იყოს სათადარიგოთას კაფზე ის ფორმის პიკში მყოფი ლევანი აი ახლა ფურია რო ხდავაყენოთ მარტივად გეტყვი 2008 წელი ეგრევე წაიღე 2010-ს ჯობია მაგრამ მე გვენ 12 საუკეთესო იყო ბიჭო იმიტომ რომ 12 აი მაჭარი რომ აი დაღვინებული იყო უკვე მაგრამ იცი რატო აი პირველი სიამოვნება რომ ჩავრთე და აი ერთი ამდენი ხანი გელოდებით და დაიწყო იყოს 2008 წლის ესპანეთის ნაკრები იქ მარკუსენა როგორი ხალხი თამაშობდა კი თმა იქ მარკუსენა რა მუღამებსაც ატარებდა ეგ ბერე ბუსკეტს რა თქმა უნდა ქონდა მსგავსი რამ აი ჯაჭვი იყო რა დაცვიდან ნახევარ დაცვასა და თავდასხმას შორის ეგეთი პირდაპირი ხაზი ეგეთი ჯაჭვური რა ვიცი ნებისმიერი გუნდი ინატრებს მარკუსენას რაც ქონდა და ნუ მერეც ხა ალონსო დამატებული უკვე მსოფლიოზე და 2012-ზე გეთანხმები საოცარ არ იყო ფორვარდის გარეშე ითამაშეს და მოიგეს ვიღაცებმა დაინახეს ფაბრიკაში აქ რა უნდა აი რა უნდა ბომბარდიერი გახდა აბა არც თუმცა აი მაგიტომამ არ არის პანაცეა მარტივად 2000 არა ეგ რო გითხრა თან რომ 2008-ის გარეშე 2010-ის გარეშე 2012-ის გარეშე 2014-ის გარეშე ბაში შედალოცი მომდგები და არა ეგ არის ეხლა მიუხედავთ იმის რომ ამ ევროპაზე დელაფუენტემ რაც გააკეთა ევროპის ჩემპიონატზე როგორი თამაში წაჩვენა ეგ კიდევ ბევრად დასაფასებელია ხო ხდები ის ფეხბურთელები ვინც ვახსენეთ რო ვერ წარმოიდგენდი თუნდაც დელბოსკეს ხელში ჩემი თავი ენაცვალოს დელბოსკეს ხელში ეს დელაფუენტეს ესპანეთის ნაკრები ვერაფერს ვერ მიაღწევდა მე ეგეთი რწმენა მაქვს რა რომ ვერ იმან გადაიბარა არაგონესის კარგად დამუშავებული ნაკრები და თვითონ თქვა დელბოსკემ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ ხელს არ მოვკიდებ იმიტომ რომ აწყობილი ავტომობილია რომელსაც უნდა გადაკრა და დაიძრება და წავა და ეგ არის გააკეთა და დელბოსკი კიდე როგორი პოზიტიური იყო კი იცი ხა ბარსელონას ფეხბურთელი იყო თუ ვალენსიას თუ რეალ მადრიდზე აღარ არის ლაპარაკი როგორ შეეძლო რომ ეს ერთად
გუნდურად შეეკრა და გააკეთა არაგონესმა პირველმა ეგ. ამიტომ ჩამოყალიბდა მე კასილიას და ჩავის და ინიესტას შორის მეგობრობა რა. ძალიან მაგარი. შობაში რომ დაადანაშაულა მე. ძალიან მაგარი. კი. ჩვენო რატო ესპანეთი და ბილბაო? ბიჭო, მაგას მე მგონი ვერავინ ვერ გეტყვის ესე პირდაპირ პასუხს რატო ის, რა თქმა უნდა პირველ რიგში ფეხბურთმა შემაყვარა თვითონ თლიანად ქვეყანა ესპანეთი. ეს მოხდა 98 წელს ეზოდან ავედი სახლში ფეხბურთს თამაშობდი და ჩავრთე ტელევიზორი და იყო თან ზაფხულში შუქი მადლობა ღმერთს იყო ხოლმე ზაფხულში და ნიგერია ესპანეთი მიდიოდა ის თამაში წააგო ესპანეთმა მაგრამ რაულმა შეიაგდო რა და რადგანაც აი ხო გეუბნები რა არის რა იქ როგორც შენთან გერმანია გერმანული ფეხბურთი მოვიდა ხო აი შენ ხასიათში შენ გემოვნებაში ჩაჯდა ხომ ვერ იტყვი ერთი სიტყვით რატომ მაინც გერმანია როცა ხო გერმანელები ცივსისხლიანია ხო და ხო ვერ იტყვი ხო აი რანაირად შემოვიდა რაღაცა მოვიდნენ შენთან ნატურა თვითონ აი ეს გერმანული მარტივად აი ეგრე წამოვიდა რაულის გამო დავიწყე ესპანეთის ყურება მეთქი ვინ არის ეს ბიჭი მე გავიგეთ და ერთადერთი ტიპია ჩემთვის წარმოიდგინე სადამდე მიდან ესპანეთიდან გურამიშვილის გამზირამდე მოაღწია სადაც ცხოვრობდი რომ ამაღებინა წიგნი გადამაშლევინა დონ კიხოტე არ სწავლობდი სკოლაში მეზარებოდა თან 90-იანების სკოლაში აი ძალიან მარტივად რო და მაინტერესა შემაყვარა ესპანური კულტურა აი როგორი ფეხბურთელი უნდა იყო და რამხელა ტვირთი და როლი აქვს ფეხბურთელებს რომ შეაყვარო თავი და შეაყვარო ისე რომ აი შენი ქუჩაში გეძებდეს 5 საათამდე დილის 6 საათამდე ყველას გაუმართლებს ბიჭო მეგობრები ფოტოებს მაჩვენებენ რა არის და რაულთან რა ვიცი მე როგორ არ გადამეყარა მადრიდის მაგარ აი სვეცკი უკაცრავად და ქუჩები ვნახეთ დილის 6-მდე 5-მდე დავდიოდი ვერ ტიპს ვერ გადავეყარე შუადღით გავიარე ვერ გადავეყარე ნუ არ შევხვედრილ ვარ ჯერ ეთყობა კარგია რომ არ შევხვდი იმიტომ რომ ცუდად დამთავრდებოდა შეიძლება ძალიან არაადეკვატური ყოფილიყავი და რაულისთვის მეფეთა რა პოლიციას ხო და რაულის გამოვზივარ აი სომხეთის ნაკრებს თუ დაინიშნა აუ ხო იწერებოდა ჩვენამდე იწერებოდა თან აი საქართველოს სანამ შეხვდებოდა რომ იქ შეხვდება შეიძლება ჩაიბა კიდე და ქონდა დებიუტი და წარმოიდგინე არ მემეტებოდა აი ამ მარცხისთვის ნახეთ რა ის წავი გაფრინდებოდა ეგრევე მაგიტომ წამოვიდა ესპანეთი აი თავისით შემოვიდა აი ეს სიყვარული ნატურა მომეწონა რაღაც აი ესპანური ემოციური ხალხი მე ეს რაული მომეწონა ძალიან რაღაცა ის პერიოდია ყველა რონალდო კიჭა ყველა მაგის კომაგი იყო გაიგე და აი ამან მომხიბლა მე ბილბაო რო ჩამოვიდა თბილისში მანამდე გაგებული მქონდა მე ეს რა ეხა პატარა ვარ 98 წელი რა ჩვენ და ბასკები ჩვენ და ესპანელები რაღაცა მითები ლეგენდები და ეხა რა თქმა უნდა ბილბაოს კომაგობა მე სპორტული კუთხით არ დამიწყია ხა გიჟი უნდა იყო მართლა ჩემზე გიჟი რო და გადარეული რომ სპორტული კუთხით დაიწყო ბილბაოს ყურება. მე სპორტული კუთხით არ დამიწყია ბილბაოს ყურება, მე მაგ მითებმა შემაყვარა ეს ბასკეთი, რომ თურმე ესეთი მონათესავე ხალხი არსებობს ჩვენთვის მითია ლეგენდა ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ არსებობს ესპანეთში ეგეთი კულტურულ სახელმწიფოში შენი მონათესავე ხალხი ცხოვრობს, მე მაგიტომ მოვიხიბლე. მე რომ ჩამოვიდნენ და რომ ნახე ეს ეჩებერია ისინი კიდე უფრო გამიღრმავდა ეგ სიყვარული და რაულთან ერთად მაშინ რაულ მადრიდს ვქომაგობდი და რაულთან ერთად მომყვებოდა ხოლმე ეს თან ყავდა რა ბილბაო როგორც ჩვენი მონათესავე კუნძული ასე ვთქვათ რა მაგიტო თორე ხავდგე და თუ ბილბაოს კომაგობა გინდა და თმის გათეთრებას შორს ვარ წახვიდე აქაც ყავს გუნდი რომელიც ვერაფერს ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს ჯერ კი არა და ვერ გავდივართ ეგეთი შენც ყავს და რად გინდა სხვაგან რო ეძებენ აბა რატო უნდა მოგინდეს ბილბაოს კომაგო მაგიტომ დავიწყე ბასკები და მე უკვე თეატრალურში რო ჩაობარე და წიგნი გადავშალე და სულ დროს არმაცი ყოფილიყავი იქ გიწევდა პიესების კითხვა და შენი ვალდებულება იყო ეგ რო ხარ როლზე რომ მუშაობ ეცნობი მე წავიკითხე მოედანზე არიან ბასკი ვირტუოზები და ის პირველი ბასკების ჩამოსვლა ისიდრო ლანგარა და მთელი ძველი ხალხი იმან კიდე გამიჩინა ძალიან დიდი პატივისცემა რა მთელი ისეთი ისტორიები იყო ძალიან მომეწონა და ეხლა ბილბაოში აპრილში მივდივარ და ალბათ დავკარგავ გონებას ბილბაო ვილიარეალზე და მიდიხარ მაგრამ და აი
მიქაუტაძე იქით, თუმცა უარს არ ვიტყვი რა თქმა უნდა, იქ მიქაუტაძემ დგინა პოკერი შეასრულოს, მე უბრალოდ კი სამამესი მინდა ვნახო. და ბევრი რამეა სანახავი რა ბილბაოში, ძალიან მაგარია. ამიტომ აი მიყვარს თან სოციალურ ქსელში ვემეგობრები ყავს ბასკებს და ერთ-ერთმა გამომიგზავნა, იცი ეს ამბავიო, რა ამბავი მეთქი. 1998 წელს, როდესაც ბილბაო შეხვდა დინამოს და თბილისში რო ჩამოვედითო, ჩვენმა მაშინდელმა მერმაო, ბილბაოს მერმაო და თქვენმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემო ძმობასო და ერთობას და მთელ ამ ისტორიულ სიყვარულს ესე ერთხმად ბეჭედი დაასწრესო და მაგრა გამიხარდა და შემრცხვარო მე ეგ ამბავი არ ვიცოდი. თუმცა არც ეგ არის პანაცეა. წამოწიე ხა აპრილში რო ჩახვა მანახეთ ეგ ბეჭედი. მანახეთ სადა. შენ არ იყავი დებატი ტელევიზიაში გავიჩიტე გადაცემაში. თუ შენ არ იყავი რო ამტკიცებდი ჭუბი რო. სენიორ, რა შორს ვარ წავიდით, წინა სტუმარი ყავდა ასიკო ბახტაძე. ოქრო კაცი. და მიჭიერი მსახიობი. ცივ ძაღლს. ვიცით რომ შენც ხო. იღებ მონაწილეობა. მეცა ვარ დახსენები იმაში რომ პირველ მერცხალში. რა ხდება, აბა რა ეტაპზე ხართ? ბიჭო, ჯერჯერობით არ დაწყებულა გადაღებები, როგორც ჩანს დიდი მომზადების პერიოდი მიდის, სამზადისი. და იქ თბილისის ლოკაციები, ადგილები ადრეც გითხარი, ჯერ არ დაწყებულა და ყოველ წამს ახლა მეც არ ვეკითხები ხოლმე რომ აი როდის, მაგრამ ვიცი რომ დაიწყება მალე. ხვალზე არ ვიცი, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდი და იქ რომში ტყუილად არ წავიდოდნენ და ძალიან დიდი ბევრი ისეთ საინტერესო სცენებია გადაღებული რომში. ძალიან გამიხარდა რომ დამირეკეს და კასტინგზე რომ მივედი. გამიხარდა რომ საინტერესო როლი მაქვს პერსონაჟი, ადვოკატი. და მე ყოველთვის ვეძებ ხოლმე თეატრშიც ესე და მერეც სულ ეგრე ვიყავი და ვარ. მაინტერესებს ჩემგან რადიკალურად უცხო ტიპაჟი, ხასიათით და ცხოვრების წესით. ხო, ეხლა ეგ არის ადვოკატი, რომელიც ფულზეა დახარბებული ძალიან და პროფესიონალია ოღონდ. ოღონდ პროფესიონალია, მაგარი მოთხოვნადი ადვოკატია რა და ის კი არა რჩევას არ მოგცემს ისე თუ იქიდან სანაცვლოდ რაღაცა არ მიიღო ფული. საინტერესოდ საკეთებელი პერსონაჟია, რაც გავიარე კასტინგზე ერთი ის მქონდა რაღაცა პატარა დიალოგი. იმდენად ჯერ კარგი ტექსტი იყო, რაც მომეწონა. და ვინც ეგ დაწერა სცენარი ზუსტად გრძნობს, საით უნდა წაიყვანოს. მთლიანად ხო ხასიათი ჟანრი რა, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რომ მივხვდი შიშთან ერთად პასუხისმგებლობა ძალიან დიდი, რომ აი ზურგს უკან რა ამხელა ტვირთი და რა ამხელა შედევრია გაკეთებული და მე შენ შედიხარ. საერთოდ ახალი პერსონაჟი, რაც მანამდე არ ყოფილი, ხა ძველები თამაშობენ ყველა, ვინც მანამდე იყო, ვინც უშუალოდ სერიალში ცოცხალია, იმ პერსონაჟს სიცოცხლის გაგრძელების უფლება ყველაა თითქმის. აი ხლა შედიხარ აი ამ ხალხში რეალ მადრიდის ცვლილებაზე შედიხარ რა. ძალიან საპასუხისმგებლოა, მაგრამ ხო გეუბნები იმდენად საინტერესოა, როგორც დამიხასიათეს და რაც მე დავინახე და რო გავცვალეთ აზრები, რომ გამოვა იმედი მაქვს. საინტერესო საკეთებელი პერსონაჟია რა. ძალიან. იმიტომ რომ ადვოკატი, მე რადიკალურად შენგან განსხვავებული პერსონაჟი. მიყვარს რა სუფთა ფურცლიდან კეთება როლის. საერთოდ ეგრე ვამბობ ხოლმე რა. სერგო ზაქარიაძეს აქვს თუ არ ვწდები ნათქვამი არ მახსოვს. რომ აი უხდება შემოქმედებით საქმეს ოფლისუნი რო აზდისო, ხო ხდები აი ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ცარიელი ფურცლიდან რო ნაცვალები, ნატანჯი და გაკეთებული რო გაქვს რა, რომ მოდიხარ, აი ეგ უხდება. და მე მგონია ეგ მომიწევს მანდ რა. რა იქნება მე მაყურებელი შეაფასებს, მაგრამ სურვილი რო ძალიან დიდი მაქვს და უდიდესი გამოწვევა, ძალიან გამიხარდა. რომ დამირეკეს და მივედი და დამტკიცებული ხარ რომ გიჟივით გამოვქანდი. ძალიან მაგარი იყო. იმედია მალე დაიწყება. ხო. კომაზე არის დაანონსებული რაღაც წინასწარ ხო უკვე პრემიერა. ბიჭო ხო, მაგრამ თუ რაღაც თუ არ დაიწყეს. ხო, მალე თუ არ დაიწყეს, გადაიწყეს. თორე რომში მე ის რაღაცა კადრები ვნახე შავი მასალა რაც იყო და იქ კოპოლას ნათესავიც თამაშობს რა და მაფიოს და შეცია რა, კარგი სცენებია. აუ, მაგარი სცენები. ჟანრი იქნება სერიალში კიდე. მე როგორც ვიცი, არის რაღაცა
შანსი იმის რომ როგორც ვიცით ძალიან დიდჯერ ამხელა არტისტია და როგორი მნიშვნელობა აქვს მის ყოფნას ხო ძალიან დიდია აი ძალიან თან სცენაზეც ყავს ნანახი ბევრჯერ და აი საოცარი არტისტი მე როგორც ვიცი აი ეხლა ხო ცოტა ძიმედ არის აი ჯანმრთელობის კუთხით რა და მოლაპარაკება მიდის რომ იქნებ რამდენიმე ისეთი სცენა იყოს გადაღებული ჟანრი შექმნა რა მაგ სერიალის არა რთულად წარმოსადგენია არა ძალიან ყველას პატივს ემეხლა არა რა თქმა უნდა მაგრამ ხა ზახარიჩის გარეშე რა თქმა უნდა კაცო აი ეხლა მაგის გარეშე ძალიან დიდი არტისტია თან ვისაც მოუწია ბაში და აი ახალგაზრდა გიორგი ყიფშიძის კომენტარები მაქვს მოსმენილი და ძველი სხვა მსახიობების ხო ცალკე სკოლა გავიარეთო მაგასთან ურთიერთობს იქ გადასაღებ მოედანს ხო რო შემოვიდა ხელი რომ მიწიო გავგიჟდი ხო წარმოვიდგინე ჯერ თავმდაბალი საყვარელი კაცი პროფესიონალი და ბევრს უთქვამს რომ ისე ხსნიდაო რა აი ყოველგვარი შებოჭილობა და ის გვავიწყდებოდა რომ ჩვენ წინ ჟანრი იყო ამხელა არტისტი ძალიან დიდია მაგარი მხატვარი და მაგარი მსახიობი აი კავკასიურში რო გამოდის რა ბერტოლ ბრეხტ რო იწყებს ეგ გერმანულად რო უკვე სხვაგან ხარ კი სხვა არის ნამდვილად აი მართლა დასანანია ვისაც არ აქვს ის არ ყავს ჟანრის სცენაზე ნანახი მე ხლა მარტო კავკასიური ცარცის წრე ერთხელ ვნახე აი რამაზ ჭიკვაძის ვარსკვლავის გახსნა იყო და მაშინ ვნახე და მად ნახე ჟანრი გამოვიდა და ის იყო კაცი ადამიანი საოცარი იყო და დევსთან ჩანაწერები არისო სატელევიზიო სპექტაკლები და ისედაც გადაღებული სპექტაკლები დევს ძალიან მაგარი მეფელირში მასხარა ანუ არ ვიცი ისეთი როლი აქვს გაკეთებული ისეთი ფერი აქვს ბიჭო იმდენად ღრმა კაცია ეს სიღრმეებში რომ თუნდაც 1-2 წუთიანი ლაპარაკი წარმომიდგენია რა იქნება და მაგის დამოკიდებულება სცენაზე ხო ჩანდა აი დამოკიდებულება რაზეც ვილაპარაკეთ ვისი დამოკიდებულება მისაბაც მაგ ხალხთან მართალია მე კვეთა ესეთი არ მქონია თეატრში ხო არ ყოფილა რუსთაველის თეატრში მაგრამ იქ რაღაცა შეხვედრები იყო იქ ვიღაცა ჩუმად რო თეატრალურიდან გადავიპარებოდით კულისებში შეგვიჭყიტავს აი ეს შეგვიჭყეთია დაგვინახავს როგორ ემზადებიან აბა ერთი რომელიმესთან თუ დაინახავდით იმას რომ რას ვთამაშობ დღეს ამას რა უნდა ხო და აი მაგ ხალხმა კიდე უფრო ჩემის ემოცია და აი ეს საწვავი კიდე უფრო გააქვს რომ მივხვდი რა არის სწორი დამოკიდებულება კახი კავსაძე როგორ ახურებდა პირის აპარატს ფარდის უკან მივხვდი რომ ეგ არის იმ დღეს ზურაყვავდა ყიფშიძეს მე და დიმას და ეგ უთხარი ზურას მე მაქვს დანახი ლეგენდარული სპექტაკლია მიშა თუმანიშვილის ჩემი პატარა ქალაქი როგორ ემზადებოდა სპექტაკლისთვის ეგ მაქვს დანახი თან რა ვიცი მე 1000 თუ რაღაც რავი რამდენი საუკუნეა უკვე და წლებია თამაშობ ხო შეეძლო ვინ თუ არა ზურა შეუძლია ხო თქვას ესე დღეს იმასთან რა პრობლემაა რამაზი ყვება მულტფილმს ვახმოვანებდიო ნუ გენიალური რამაზი ჩემთვის არის სიტყვა მსახიობი კერპია ჩემი რა გიჟდები ერთხელ რაღაცა მულტფილმს ვახმოვანებდიო და დაღლილი ვარ და გამოვედი და უცებ მექანიკურად ამომივარ და თავიდან რომ რიჩარდის სპექტაკლიაო რა უცებ აი რა ხო ხდება ადამიანი ხარ და გავითიშო და რომ მივედი უკაცრავად ის იყო კირილე მიმინოშვილი იყო დანიშნული და მე მოვემზადე რიჩარდისთვის რომ მივედიო რა ადრე მივდიოდიო როგორც ყოველთვის რა პროფები არიან მეფეები ხო და მივედიო და რიჩარდის გრიმი და მე უკვე რიჩარდში მოვიხარშეო რა შემოვიდაო ისო რა ქვია ვინ ჩამწმელი სად არისო მე ვეკითხებიო რიჩარდის კოსტიუმი და არა დღეს კირილიო საერთოდ დამემსხვრა ყველაფერიო ხვდები როგორი პროფესიონალი ხალხი იყო რომ ეს გადაეწყო მთლიანად ორგანიზმი შინაგანად მეფეცხელი რომ მოდის აი ეგ ქონდა უკვე გააზრებული და უცებ ჩემს მამიდას ვენასვალე ჩემს მამიდას ეგ უნდა აეკეთებინა დიდი ხანი კიდევ კარგი ადრე ვიყავი მისული რა დიდი ხანი დამჭირდა რომ გადაწყობა მომხდარიყო ეგრეა რა აი ბიჭო ნიშნულოვან მატჩებზეც აი დაკვირვებული ვარ რა ბარსა რეალზე ვებსაიტ რეპორტაჟზე მაგრამ აი განსაკუთრებით თქვა აი ბარსა რეალზე რომ იცი რომ ეს არის მატჩი სადაც გადიდებული თვალით გიყურები ესე იგი
რა შევამჩნიე, იცი, შეიძლება მაინც ძველი აი თეატრის ის მომყვება რა, აი თეატრალურის გამოცდილება რა კუთხით. სპექტაკლის წინადღით აი ბუცელი რო გიბუყბუყებს ადრენალინისგან, რო ნერვიულობ და როგორი უყურადღებოც არ უნდა იყოს ამაზე შეგნებულად რომც არ იფიქრო, ესე იგი მთელი დღით შენი ორგანიზმი წინადღით ემზადება უკვე ძალით კი არა, ემზადება ქვეცნობიერად ხვალინდელი დიდი საქმისთვის. ამ შემთხვევაში რეპორტაჟისთვის. ამას დაკვირვებული ვარ. ერთხელ აი ძველ არხზე მაქვს საუბარი, აი ადრე რო გავაკეთეთ სპორტული არხი და დავიწყეთ. FA Cup-ის ის იყო ფინალი, Chelsea Arsenal-ი უნდა წამეყვანა. პირველი ფინალი ჩემთვის ჩემ ცხოვრებაში. მანამდე პრაღის ფინალი იყო, მაგრამ ნუ მარტო რა. ხამე როგორ ვიყავ, იცი, წამოვხდი და მე სიზბრა რო შტანგა ვთქვი რა. აქ რა ეგეთი რაღაცები. აი მაგალითად სპექტაკლის წინ ბევრს ქონია რომ ტექსტი ავიწყდება. ეგ არის რა, როცა ნერვიულობ, სასიამოვნო ნერვი ხა იმას ამბობ რომ ესე იყო და შეიბოჭო და ვერაფერი თქვა. ეგ მქონია რომ აი რო შტანგა ვთქვი და ვაიმევა კიდევ რა გაია, სიზმარი იყო. მთელი შენი ორგანიზმი ამისთვის ემზადება. კიდევ მეორებ ხა მე არ ვამბობ რომ ეს არის რეცეპტი. რახან მე მოვედი, სტუმრად მომიწვიეთ მე როგორი ვარ იმაზე ვლაპარაკობ. თქვენ კი იცით, მაგრამ ნუ ხალხისთვის რა ესეთი ვარ მე რომ მთელი წინადღით არც ალკოჰოლს ვიღებ, ოღონდ მართლა გეუბნები ხა პახმელიაზე საკომენტატორო ჯიხურში მეღადავები იმ სიცხეში თან რეპორტაჟი რო წამოვა რა შეიძლება მართლა გულმა დაგარტყას. დისკომფორტი ხო არის ხო? პახმელიაზე ელემენტარული ის გვაქვს ხო მეზარება სახლიდან გასვლა წამოუწვევო. ეხლა წარმოუდგინე საქმე უნდა აკეთო. შეხვიდე რეპორტაჟზე. წარმოუდგენელი ან სპექტაკლის თამაში. სენიორ, არის შენთვის ჯერ გითხრა რომ ტოპ არის რამაშ ხვიყვაც. კი, უდაოდ. ნუ მეფეა. მეფე, აჰა. შენთვის მეფეა. მეფეა ნებისმიერ მარტო საქართველოში კი არა, თლიანი აი ეს გლობუსი რო შემომიტანო აი ახლა და აბა აქ ვინ მეფობს რამას ჩხიკვაცე. პლასტიკა, სიმღერა, დრამა, ტრაგედია, კომედია, რავი დაამატე ჟანრი თუ რამე. ვერავინ ვერ იტყვის სადმე მოუკლო, სადმე არ იყო, ან იცი რა, ეს იყო დრამის ტრაგედიის კაცი. ეს იყო კომედიის, ყველაფერი იყო. და მსახიობის ოსტატობას რო გვასწავლიდნენ და რო წავიკითხეთ ხო წიგნები და აბა ესე და ისე მსახიობი რა უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს, რას უნდა აკეთებდეს და რა უნდა შეძლოს, ყველაფერი ქონდა. აი ჩვეულებრივი პლასტენილი მიდი თუ კარგი რეჟისორი ხარ ძერწე. და ეგეთი თავმდაბალი რა ბედნიერი კაცი ვიყავი, მე მგონი მოყოლილი მაქვს ადრე. ქაშვეთის ტაძარში დავდიოდი იქ აქტიურად რა, სტუდენტობის დროს სტიქარი მეცვა და აღდგომებია. და ეს ეზოში ტრიალებ რა, ქაშვეთის ეზოში კარგი ამინდია და რაღაცებში ვეხმარებ იქ. და მანქანა გაჩერდა ბიჭო, აი ალექსანდროვის ბაღი და რო ამოდის იქით ამ ხრიდან. ჭიშკარი ესე ხი და გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა კაცი, არ მიმიქცევია ჯერ ყურადღება. შევხედე. გადმოვიდა კაცი, ლურჯი სპორტულები აცვია, სპორტული ჟარვალი აცვია, როგორიც აი იპოლიტეს რო ბურტიმაში, ფეოლაში აცვია, ხო იცი, რუსული დრო ახატია, საყვარელი რო არის. და ლურჯი პერანგი, სადაც სამღილზე შეკრული. აი ცოტა მუცელი რო ჩანს და აი და რა ქუსლიანი რაღაცა დიდი ესეთი ფეხსაცმელები ჩუსტებივით აქვს ჩაკეცილი. აი უკვე ხასიათი ჩანს რომ ეს კაცი ეხლა ადგა, გაიღვიძა, უცებ წაკრა ხო ხდები, აი წაკრა რა, ჩუსტებივით ფეხსაცმელებში ფეხი და მოვიდა. გადმოვიდა, ვაიმე ბატონო რამაზი, ვაიმე შევხედე, პირველად უნდა ვნახო ეს რამაზ და ამან ამოიღო, ღმერთთან არ შევსოდოთ, ქალებო ჩაუთვალა ესე რა, მე დაეხმარ ანგელოს, მოვიდა. პანკესაც მოდიოდა ფილმებიდან რა. აქეთ მეფელირიც მოდიოდა, კირილეც მოდიოდა და ყველა ერთად მოდიოდა აი ეს პერსონაჟი და რომ მოვიდა. ჩემო ბატონო, დამეხმარებით ისო რა ქვია, ნატაშამო ცოლზე ამბობს, მარხვის კერძების წიგნი იყიდეო დამავალობდა, გამომყვები რომ დამეხმარო. აი იცი რა დამემართა. იქ შევედით მე ეკლესიის მაღაზიაში და იქ ცალკე სპექტაკლი წავიდა, გამყიდველს ეუბნება. ქალბატონო, ქრისტე ხიჟვარზე გააკრეს და ოქროზე რატომ არის? არ შევსოდოთ თან ესე იწევ.
იქ მე რა აუხსნა იმ ქალმა საყვარლად აიო ბატონო რამაზო ყველაფერი მაგრამ არ შევცოდოთ და ესე იგი რომ შევედით ქაშვეთში რა არის ბიჭო ავტორიტეტი რა აი დიდი ადამიანი ხო ხდები ეკლესიაში ხალხი ემზადებოდა წირვისთვის ზიარებისთვის ბოდიში ესე როგორ წესია ხო ხდები ესე განა ეგეთ არავინ არ დგას შემოვიდა რამაც ბიჭო სანთელს რა ეს ხალხი ხო არის ელოდება მამა ოროდის გამო და აი მთელი ერი რა ვინც სამხელა რიგი იყო ჟუპ მოდა გრამაზი სანთელს არჭობდა ყურადღება გადავიდა რამაზაზე ესეთი თავმდაბალი რა და ძველ თაობას ვთქვამს რომ საბურთალოს ბაზარზე და იქ რომ მიდიოდა ცალკე სპექტაკლი იყო იქ წნილს რო არჩევდა და იქ ისტორიებიც ხო არის რომ დევს რო ყვება ეგ ორი კარგი თევზია კი დალევა მოგინდება რა რამაზი რა მეფეა უდაოდ მეფეა მე ყველას ულოცავ ვისაც მასთან ერთად მოუწია მუშაობა რა ამ სიტყვაზე ყველას ულოცავ და ყველას უსურებ სვის ჩამისმის რა ვიყიდე ხო იცის ვიდეო როა ყველას თქვა რომ უსურებ რომ მოიგოს 1000 ლარი ეგ ჩემი საყვარელი ვიდეოა სენიორ გენატრება სენა როგორ როლზე მუშაობა მენატრება მაგრამ ამ ეტაპზე კი არა და არ ვფიქრობ არა მესმის ხო უბრალოდ მენატრება ვისაც იმას არ დავიწყებ ახლა მისავით ძველი თაობის არტისტებისაც ერთხელ შეუსუნთქავს მაგაში სასაცილო არაფერია ხოლმე მე ბიჭო რაღაცები გააუფასურეს აი იგივე დიდი და პატარა როლი არ არსებობს მართლა ეგრე არა ხა თუ ბუჩქის ბიძაშვილს არ თამაშობ კიდე უკან ბუჩქი არ ხარო გაივლის ვიღაცა და მიგადრიშებს მაშინ არსებობს ხო მაგრამ ისე არ არსებობს რა დიდი და პატარა როლი იმიტომ რომ როგორ გააკეთებ და როგორ დაამახსოვრებ თავს ადამიანს თორე აზდაკი შემოდის მესწამი მოქმედებაში და მაგისტვის მიდიოდნენ ყველა მაგისტვის მიდიოდა რამაზი მაგრამ აი ახლა მომეცემა უკვე დარწმუნებული ვარ საშუალება რომ როლზე ვიმუშავ ამ ცივ ძაღლზე ისეთი ეგრევე ნოსტალგია წამოიღო რა ტექსტები რო შევიტანე ოთახში ჩემთან ეს სარეპეტიციო და რო დაუჯექი აუ თეატრი თუ კინო ორივე არ შეიძლება ხო? არა. ორივე, იმიტომ რომ რა არიცი, ბევრი ძალიან დიდი არტისტისგან მომისმენია, რომ აი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობი იყო, და არის და იქნება ყოველთვის მიშა გომიაშვილი და მიშას აქვს ნათქვამი, რომ იმდენი ანაზღაურება რო თეატრში მქონდეს, რაც კინოში, არ წავიდოდით კინოსკენ საერთოდ არ გავიხედებოდიო რა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ორივე ერთმანეთს ავსებს მსახიობისთვის, მაგ პოპულარობას არ გულისხმობ მხოლოდ. ძალიან საინტერესოა კამერებთან მუშაობა, როგორც კი უხეშად რო ვთქვა, იკაიფებ, რომ შენ ეს იგრძენი კამერა და არ გაქვს გადამეტება, როგორც აი ნაიგრის ეძახიან. ამას რო იგრძნობ და თან მithumetes რო ხედავ კინო რა აკნინებს ვინმეს თუ რა კინო არის ხელოვნება და შედევრია და რამდენი შედევრი ვიცით ხო მე ვფიქრობ რომ ეს ერთმანეთს ავსებს როგორც კინო თეატრისგან დიალოგი წაიღო თავის დროზე და ყოველთვის რატო ამბობენ რომ აი კინო თეატრი დამთავრდა თეატრი აღარ იარსებებს თეატრი ყოველთვის იარსებებს თავარია ამა თუ იმ ეპოქას როგორ აუბამ ხარს და შენ რა სიახლეებს შეთავაზებ მაყურებელს თორე თუ დარჩი და ძველი ხერხებით ითამაშე ვერ იცოცხლებს რა თქმა უნდა მე რთვინა და აბრალე იმას რომ ეცია თეატრის დრო წავიდა არაფერი დრო არ წავა არასდროს არ წავა სანამ სამყარო იქნება თეატრი იქნება და იყო და ისე გავითარდა ეხა კიდე რაღაც სპექტაკლები შემხვდა ვიდეოები რომ სპეცეფექტებს ამატებენ უკვე სპექტაკლებში არა ვიცი რა განათებების მე მაგალითად ეხლა ძალიან ბევრს აი ვიცი ისეთი მასაკოვანი გამოცდილი თეატრალი ვისაც უთქვამთ რომ უთქვამს ჩემთვის რომ აი 90-იანებში მაშ ამერიკაში ბროდვეის თეატრში აქვს დანახი მაგალითად ისა არიელი ჩვენი მაგარი ანიმაცია ანდა და სიდა და ნათქვამი აქვს ის რომ აი ესე ოკეანე ქონდა სცენაზე გაკეთებული ოღონდ მართლა წყალი და რაღაცეები ხო ხდები ეფექტებზე რომ ესე მინით გადაკეტილი და რო არ ვიცოდი რომ წყალი წამოვა და ვაი გადმოვა და ამბები და ეს ეფექტური გემი ჩაძირული და თევზები რო დაცურავენ ესენი ყოველთვის იყო და იქნება და ეხლა მithumetes განვითარდა ჩვენთანაც შემოვიდა ხო ის განათება კიდე უფრო ახალია და ხო აი რუსთაველის თეატრში ვნახე ერთხელ ვერტალიოტი დაჯდა ამის სცენაზე აი განათებით გაკეთებული რო აკეთებენ ძალიან მაგარი იყო არის კი ფორმა შენ რა თუ კიდე მხოლოდ დაწნული ღობით და
მარტო ჩოხა ახალუხით ითამაშე კლდიაშვილი, მაგრამ იმასაც შენ როგორ მოვარგებ ფორმას, ეგაა მნიშვნელოვანი. დარისპანის გასაჭირი მაქვს და ნახე მერსედესი შემოდიოდა დარისპანი და ისე ორგანულად იყო ის ყველაფერი, რომ როგორ უნდა თქვა, რომ თეატრი დამთავრდა, ვერასდროს ვერ დამთავრდება. თუ დარჩი და ითამაშე ძველი ხერხები და ფორმა არ მოუძებნე, თუ ნახე. ეგრეა ნამდვილად. და რა არის ცხოვრებაში მთავარი? სიყვარული მარტივად. სიყვარული მოიცავს, აი ჟანრია ისეთი, რომ სიკეთეც არის, კაცთმოყვარეობა, შენდობაც, მიტევებაც, კეთილის საქმე და ამ სიყვარულით აკეთებ ყველაფერს. აი რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, როგორც მოვდივართ და როგორც აკეთებ თქვენ და ვაკეთებთ, რო არ გიყვარდეთ, არც აგიჯდებოდით, არც ამდენ რეპეტიციას გააკეთებ და არც იქიდან დაიწყებდი შენ მით უმეტეს იქიდან. და არ ჩვენ გოგვა და არავინ აქ ვინც ვართ. სიყვარულია ჩემთვის მთავარი რა. ძალიან კაცთმოყვარეობა, ამით სიყვარულის გარეშე ხო გეუბნები ვერ საქმეს ვერ გავაკეთებდით რა. ყველაფერს თავი დაანები. სიყვარულია ჩემთვის ზეამოცანა. ნახატი მოდი ბარემ. შეგვიფოს. მატადორი, იმპერატორი. ძალიან დიდი მადლობა ბიჭო, აი დღეს რო შემოვედი. თან ეს არის ჩემი, ესეც უნდა ვთქვა, პირველი პორტრეტია. ხო? არ მქონია არასდროს და ჩვენი თამო ნამდვილად შედევრებს აკეთებს რა. ბევრისგან მესმის და გამიგია და ვისმენ ხო. მათ შორის ბიძინა ბარათაშვილს მოეწონა ძალიან კარგად. რო შევედი, იქ ქონდა ტახტზე რა, შავარძელზე. იმპერატორი. მაგარი ნახატი იყო. და მატადორი ვარ რა. ესპანურ ფერებში რომ აქვს ის მოსასხამი, უფრო დაგლიჯა და ჯიგრები ხართ. მაგრა გამიხარ და გულწრფელად აქ რო ვარ რა. ესეც გითხარით რომ მოვდიოდი და გვაგვაგვაძე, როგორც მეძახის ხოლმე სენიორაძე და ვივავაშკას. და კითხვა, რომელსაც დაუსვევ მომდევნო სტუმარს. დაუტოვებ. კაი, მოდი დაუბრუნდები. ჩემ პროფესიას თქვენი აზრით ვინც მოვა, თან არ ვიცით ხო ჯერ? ხო. მაინტერესებს ძალიან. როგორი უნდა იყოს სპორტული კომენტატორი? მაინტერესებს ძალიან. ცალკე მე მოგიჭრდა. გამოგიგზავნით. ისე რომ ამოჭრიანი. გოგო, გამოუწოდე ხალხს, რომ გამოგვიწერონ და დავამთავროთ. შენ მოუწოდე. მიდი შენ. შენ უნდა უთხრა. შენი არხია და შენ ხარ დირექტორი და შენ მოუწოდე. შენ კარგად აკეთე. დათო გეხოცები. დათო კი ვარ, მაგრამ კარგად აკეთე. სანამ დავასრულებთ გადაცემას, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ვიდეო, დატოვოთ კომენტარი და გვირდებით ყოველთვის საინტერესო გადაცემებს და საინტერესო სტუმრებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით გემშვიდობებით. მადლობა. მადლობა თქვენ. დიმა, აი გოგვასგან ისწავლე როგორ უნდა უთხრა და ლაიქე. ვერ ვასწავლე. დაგულე თუ რა იმას რომ დააწვევით ბიჭო. Gracias.